მოხდა სისტემური მარცხი. ნახავთ, ყველას მოგხედავთ. გარანტიას გაძლევთ, არავინ არ მოვა თქვენთან თქვენი უფლებების დასარღვევად. ხო? მოგესალმებით, ეს გადაცემა ევროპული არჩევანია, მე ვახოს ანაია ვარ. გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ ქვეყანას უნდა გაეკეთებინა, დავადგინეთ პასუხისმგებელი პირები და დავაპატიმრეთ ისინი. ორი მინისტრი გადადგა და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავნიშნეთ საპატიმროებისა და პენიტენციალური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსი მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა იმ ზომების შესახებ, რაც მან საქართველოს ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ გაატარა. მაგრამ საკმარისია თუ არა ეს გატარებული ზომები და მოახერხებს თუ არა უმაღლესი ხელისუფლება საზოგადოების დარწმუნებას, რომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რაც საპატიმროებში ხდებოდა. გავრცელებულმა კადრებმა ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია, სადაც აღსანიშნავია ახალგაზრდობის აქტიურობა. ამასთან ერთვის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა 1 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე უკვე 4 დღე რჩება. წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს: ოთარ კახიძე, დავით დარჩიაშვილი, სოზარ სუბარი, თამარ ჩუგოშვილი, ქეთი ხუციშვილი, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ტუღუში, ნინია კაკაბაძე, რამა საყვარელიძე, ნათია იმნაძე, ლევან ჩოლოყაშვილი, ვახტანგ კობალაძე. ყველას გადაგიხდი ძალიან დიდ მადლობას იმისთვის, რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები და ქალბატონ თამარ, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. მე ჩემ შესავალ სიტყვაშიც თქვი და ეს დღეებია გვესმის პრეზიდენტისგან, რომ მან გაატარა ღონისძიებები ამ კადრების გავრცელების შემდეგ. მაგრამ რამდენად საკმარისია ეს ღონისძიებები, რაც მან გაატარა თქვენი აზრით და რა უნდა გაკეთდეს კიდევ მომავალში? მოგესალმებით, ჩვენი პოზიცია და არა მხოლოდ ახალგაზრდების ასოციაციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდი ნაწილის პოზიცია საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად არასაკმარისი არის ის ღონისძიებები, რაც გატარდა და რაც ვიხილეთ. პირველ რიგში თუ საუბრობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასევე პირველ რიგში ეკისრებათ გარდა იმ მინისტრებისა, ვინც გადადგნენ, ასევე ეკისრებათ იმ ადამიანებს, ვისაც ევალებოდათ ამ დანაშაულების გამოძიება წლების განმავლობაში და ჩვენ არ გვინახავს ეფექტური გამოძიება არც ერთ საქმეზე. ეს არის პირველ რიგში მთავარი პროკურორი, იმიტომ რომ პროკურატურა არის პასუხისმგებელი სწორედ ამ საქმეების გამოძიებაზე და იუსტიციის მინისტრის, იმიტომ რომ პროკურატურა უწყებრივად ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს. როდესაც ამბობთ და ახსენებთ ამ სიტყვას პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ამის მიღმა რა იგულისხმება? ამის შედეგი რა უნდა დადგეს? აქ იგულისხმება მათი გადადგომა. იმიტომ რომ არ შეიძლება ეს ადამიანები რჩებოდნენ თავის პოზიციებზე და ჩვენ გვქონდეს რაიმე მოლოდინი, რომ ეხლა მოხდება სწორი გამოძიება და დაისჯება ყველა ის პირი, ვინც უნდა დაისაჯოს და ჩვენ ვერც ვხედავთ, რომ ესენი დაისაჯნენ. რაც შეეხება იმ მინისტრებს, ვინც გადადგნენ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ გადადგომა მათ შემთხვევაში არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში ეს არის მინისტრი, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ სისტემაში ეს არ მომხდარიყო და ძალიან რთულია იმის დაჯერება და არავის არ ჯერა იმის, რომ მას წარმოდგენა არ ქონდა, რომ ამას ქონდა ადგილი, ჯერ ერთი ჩვენ თვითონ იმდენჯერ მიგვიწოდებია მისთვის ინფორმაცია და იმდენჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ ხდებოდა არა ადამიან მართალი რო გითხრათ, მე ბოლომდე არც მქონდა ეთყობა წარმოდგენა, იმიტომ რომ რაღაც კადრები ვნახეთ, რაც მე თვითონაც ვერ წარმომედგინა, მაგრამ რაც ხდებოდა და რაც ვიცოდით და რაზეც საუბრობდნენ პატიმრები, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს და სხვა ფორმით, თქვათ ეს გაუპატიურებები არ ვიცი, მაგრამ სხვა ფორმით წამებაზე ნამდვილად ქონდა ჩვენ მასთან ძალიან ხშირად საუბარი და აბსოლუტურად არაადეკვატური იყო მისი რეაქცია და ამიტომ როგორ მე ვფიქრობ და
ძალიან ბევრი თანამოაზრე მყავს ამაში, რომ როგორც ახალაიას, ასევე კალმახელიძის შემთხვევაში როგორც მინიმუმ გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა დადგინდეს მათ ქმედებაში იკვეთება. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ უნდა დავამატო აუცილებლად, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მიღმა ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში და ესენი არიან ეს 10 ადამიანი, ვინც არის დაკავებული, ეს არის ძალიან მცირე ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ იყო ჩართული წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგალითად მე თუ არ მეშლება არასრულწლოვანთა კოლონიის შემთხვევაში კადრებიც კი გავრცელდა, მაგრამ იქედან არავინ არ არის დაკავებული და ანუ არავის არ დაწყებულა ჯერჯერობით გამოძიება, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი რჩება თავისუფლად აგრძელებს თქვათ ის საზოგადოებაში კი ბატონო სიარულს. პრეზიდენტის სიტყვებით მცირეოდენ პერიფრას გავაკეთებ და საქართველოში დემოკრატიამ განიცადა სისტემური მარცხი და განიცადა არა დღეს, არამედ უკვე ძალიან დიდი ხანია. მე ცოტა ოდენი შეერაღებით მოვედი, ეს არ არის უბრალოდ სახალხო დამცველის მოხსენებები და ეგეთი ბევრია, გამის მიერ დაბეჭდილი და ჩემ შემდეგაც ეს არის საბრალდებო დასკვნები ათეულობით კი არა ასეულობით ადამიანს, რომელთა გვარები, სახელები და დოკუმენტირებული მასალები აქ არის მოცემული. ბევრი მათგანი დღესაც თანამდებობებზეა და ძალიან მაღალ თანამდებობებზე. ერთი გვარი ალბათ ყველასთვის, ვისაც უფლებების დაცვასთან რაღაც საერთო ქონია, მეგის გარდქარდავა, თვალწოდების დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა, უამრავი წამების ფაქტი, უშუალოდ მის მიერ ნაწამები პატიმრები მოყვანილია ამ მოხსენებებში. ერთ-ერთი საქმე აქაც მაქვს ამობეჭდილი ცალკე, ეს არის გოჩა ეხვაია, რომელიც იყო ექიმი გავში, უსასტიკესად ნაწამები ადამიანი, რომელიც გამოვაპარეთ გადარჩა შემთხვევით გამოვაპარეთ რომელიც წლის ფაქტს ყვებით ამ წუთას. უცოდ ეს არის 2007 წლის ფაქტი. და ეს ადამიანი რამდენიმე თვე მალავდით თბილისში, სადაც მკურნალობის ხარჯებს იღებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ემპათია, ჯერ საავადმყოფოში იწვა, საავადმყოფოში დამალული ვერ იქნებოდა, მაგრამ მერე ზეწოლა რომ აგვერიდებინა ამისთვის დამალული ყავდა და ბოლოს ამ ადამიანმა საჩივარი გამოიტანა, იმიტომ რომ დედმამა მას ყავდა გალში და უთხრეს რომ ოჯახს გადაგიბუგავთო და ამოგიხოცავთო და ამას აკეთებდა მაპატიეთ მეგის ქარდავა და გუნავა, არ ვიცი ხა სად მუშაობს, მაშინ იყო პოლიციის უფროსი. არ გაწყვეტინებთ უბრალოდ მე მინდა არ ვიცი თქონდა თუ არა საშუალება ვთქვათ იმაზე გაგეკეთებინათ კომენტარი რაც თქვა გიორგი ტუღუშმა, როდესაც საუბრობდა სახალხო მის წინამორბედზე ან თქვენზე ერთ სიტყვით. სოზარ სუბარის 2008 წლის ანგარიში წერია, რომ სასჯელ აღსრულების სისტემაში მთავარი პრობლემა არის ჯანდაცვის მომსახურების არაეფექტურობა. სიტყვა გლდანი ამ ანგარიში საერთოდ არ ფიგურირებს, მოპყრობაზე არის გარკვეული მინიშნებები, ასევე არც 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიში, რომელიც უკვე ჩემ მიერ გაიგზავნა, მაგრამ ფაქტობრივად უკვე მზად იყო, როდესაც ომბუდსმენად მოვედი, იქაც არსად არ წერია, რომ მოპყრობის პრობლემა არის სისტემური ხასიათის. რა შეგიძლიათ ამას უპასუხოთ? ამას ამბობს ერთ-ერთი რომელიღაცა წლის 2007 წლის წელია 2008 წლის ერთ-ერთი მოხსენების თავი წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და წამებაზე მოყვანილი ფაქტები. სიტყვა წამება იყო ჩემს ყოველ მოხსენებაში, რომელიც გაქრა რატომღაც ჩემს შემდგომ მოხსენებებში. მაგრამ ეს არის დამოკიდებულების მანიშნებელი. ცნობილი იყო თუ არა, რომ ხდებოდა გაუპატიურების ფაქტები, ერთ სიტყვით მე აღარ ჩამოთვლი ჩვენ კადრებში ყველამ ნახეთ ეს საშინელება. ეს თქვენთვის იყო თუ არა ცნობილი და თქვენ რა რეაქცია გააკეთეთ ამას? გაუპატიურების ფაქტებზე ნათი აქ არის, მაშინ და ჩემთან მუშაობდა, თქვა სახალხო დამცველთან, მე არ მახსენდება, მგონი არ ყოფილა მაშინ, ხო ყოველ შემთხვევაში ფაქტი. კომპეტენციურად ლაპარაკობდნენ და ისე დღესაც ძალიან ბევრი ჭირს ამ არანაკლებ საქმეები. ბევრი არ იტყვის. იყო საქმე, მაგალითად, როდესაც 2006 წლის სექტემბერში ჩვენ აღმოვაჩინეთ შიშველი პატიმრები მე-6 საპრობილეში, კარცერში, რომლებიც ეს წამებაა ჩვეულებრივად, როცა დღეების განმავლობაში, კვირეების განმავლობაში ადამიანები შიშვლები ჰყავთ ჩამწყვდეული დღისითაც და ღამით და სექტემბრის ბოლოს ის რაღაცა თან ისეთი ბუნებრივი პირობები აქვს, რომ ღამე საკმაოდ ცივა, იყინებოდნენ ეს პატიმრები, იყო ღირსების შემლახავი მოპყრობა და ეს ამ ადამიანებს ამ საქმეზე არაერთხელ ვილაპარაკე პარლამენტში, არავინ არ დასჯილა. 3 ადამიანი იყო მოწმე, უშუალოდ ჩვენი თანამშრომლები, 2 ჩვენი თანამშრომელი, მესამე იყო გაეროს თანამშრომელი, რომელიც პროექტში მუშაობდა ჩვენთან, არავინ არ დასჯილა. გვარების სახელები ყველაფერი ცნობილია, ვინ აკეთებდნენ ამ საქმეს. ერთ-ერთი მათგანი, ერთ-ერთი მოწმე უშუალო, ვინც აღმოაჩინა ეს ფაქტი, გიორგი მშვენიარაძე, დღეს ისევ სახალხო დამცველის აპარატში მუშაობს, გაეროს პროექტში, თუმცა ამ წუთში მე მგონი გადავიდა თუ არა სასჯელ აღსრულების სამინისტროში, არ ვიცი, მაგრამ გვერდით თუ დგას ყოველდღიურად ტელევიზორში გიორგი ტუღუშს, ასე რომ გიორგი მშვენიარაძეს დღეს შეუძლია თვითონ დასაჯოს მოითხოვოს იმ ადამიანების დასჯა უკვე მაღალი თანამდებობიდან, რომლებიც ამას აკეთებდნენ. ერთია ბატონ სოზარ, სანამ
ყველამ არ ვნახეთ ეს შემზარავი კადრები, ну ჩვენ ყველას ალბათ წარმოდგენა არ გქონდა. ძალიან კარგად ვიცოდით. შეიძლება არ ვიცოდით მასშტაბი, შეიძლება არ ვიცოდით ცოცხების არსებობა, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ წამება ხდებოდა ყოველდღიურად, არც ერთი საქმის გამოძიება არ ხდებოდა, ხდებოდა მკვლელობები, არა მარტო პოლიციაში, არა მარტო ციხეებში, არამედ პოლიციაშიც. დაკავებული ადამიანების, აგერმა კიდევ ერთი როინშავაძის საქმე, რომელიც იყო სასტიკად ნაწამები და შემდეგ 26 თვით მოკლული, ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ კი ბატონო, დაგიბრუნდებით თქვენ კიდევ. მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მესმის. აგერ ადამიანი, კაცი არის თანამდებობაზე დღესაც მეგის ქარდავა და გუნავაც ალბათ თანამდებობაზე. კიდევ ერთი ფაქტი, რომელსაც მოხსენებიდან მოხსენებამდე ვიმეორებდი, ეს არის ერეკლე კოდუა, დღესაც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელმაც მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ ტელეფონიდან ღამე შეცდომით გაუშვა ნანუკა ჟორჟოლიანის, მაშინ მისი მეგობარი იყო, დღეს მისი მეუღლეა ტელეფონზე, დააპატიმრებინა სრულად უდანაშაულო სამი ადამიანი, სასტიკად აწამებინა ისინი, შეითითხნა საქმე, რომ სამ ადამიანებს ბრალად წაუყენეს. თითქოს მათ ისინი იყვნენ ნარკოტიკის მომხმარებლები, თითქოს ისინი იყვნენ კარგად შეარაღებული ორგანიზებული ბანდის წევრები, რომ თითქოს ისინი იყვნენ, თითქოს მათ ჰქონდათ იარაღი ჯიბეში, ბომბები ედოთ ჩანთაში, ნარკოტიკები სუბოტექსი ედოთ ჯიბეში, როცა დამტკიცდა, რომ ეს ადამიანები თურმე ტყუილად დაიჭირეს, სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებული ბანდის წევრები, ისინი იყვნენ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ჯიბეში ედოთ ნარკოტიკები, ჯიბეში ედოთ ბომბები, ჯიბეში ედოთ ტყვეები და გაუშვეს სასამართლოს დარბაზიდან 2-3 დღეში, მესამე ერთ თვეში. ეს არ არის დანაშაულის დამამტკიცებელი. მეცაც გეტყვით, ეს ამათგან ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც იყო კონტრაქტორი არმიაში, გააგრძელა კონტრაქტით სამსახურო გასაგები, კი ბატონო, დაგიბრუნდებით კიდევ ბატონო თართან მაქვს შეკითხვა. ბატონო თარ, ქალბატონმა თამარმა დასვა შეკითხვა და მარტო ის არ სვამს ამ შეკითხვას ზოგადად ისმის საზოგადოებაში. რატომ ინარჩუნებენ პოსტს ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი, რომ ასეთი რამ ეკონტროლებინა თუ კი ხდებოდა ციხეში. აქ საუბარია მთავარ პროკურორზე და საუბარია იუსტიციის მინისტრზე. ადეშვილზე, რომელსაც პირადად მეუბნებოდი ყველაფერ ამის შესახებ და ხო, მგონი ცოტა ზედმეტ აჭარბებს ეს ბიჭო, ამბობდა ხოლმე სანამ ურთიერთობა გქონდა ბაჩო ახალაიას. გისმენთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს, ასევე სტუდიაში დამსწრებ პირებს. სანამ ამ კითხვაზე პასუხისგაცემას დავიწყებ, ალბათ ზედმეტი არ იქნება, რომ ასევე მეც შევუერთდე იმ საყოველთაო შოკს და აღშფოთებას, რომელიც ამ კადრებმა გამოიწვია. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი ფაქტები აღარ განმეორდეს, ხოლო ის პირები, ვინც დაექვემდებარენ წამებას და არადამიანურ მოპყრობას, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რაც შეეხება კითხვას, მე ნამდვილად ვერ ვიქნები მიუკერძოებელი ამ შეფასების დროს, ვინაიდან გახლავართ იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ამავე დროს ურთა ზოდელავა ჩემი მეგობარია, მაგრამ მე წარმოგიდგენ ჩემს არგუმენტებს. დიახ, გისმენთ. ამასთან მიმართებაში. მთავარი პროკურატურა ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ანტიკორუფციული მიმართულება, ეს არის ნარკოტიკების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ქუჩის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. რაც შეეხება სასჯელახსოვრების სისტემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად ცალსახაა ის, რომ პროკურატურამ ვერ იმუშავა კარგად. პროკურატურას ადრე იყო ამგვარი რეკომენდაცია, რომ პროკურატურაში უნდა შექმნილიყო, როგორც არსებობს ანტიკორუფციული დეპარტამენტი, ანალოგიური დატვირთვის სპეციალური დანაყოფი უნდა შექმნილიყო, რომელსაც უნდა გამოეძიებინა სწორედ ამგვარი ფაქტები. უნდა ითქვას, რომ პროკურატურის მუშაობა, როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, პროკურატურის მუშაობა უნდა შეფასდეს ალბათ მთლიანობაში. თუ ავიღებთ ჩვენ ამ მიმართულებებს, როგორც ანტიკორუფციული, ისე ქუჩის დანაშაული, ისე ნარკოდანაშაული, პროკურატურა ჩემი აზრით და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ მე მიუკერძოებელი შემფასებელი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი აზრით პროკურატურა იყო ზოგადად წარმატებული და პროკურატურას კონდა ჩავარდნა ერთი მიმართულებით. მაგრამ როდესაც ხდება სისტემური მარცხის აღიარება, როდესაც როგორც ამბობენ, ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, ბატონო ოთარ. ამ შემთხვევაში მართლა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხომ და აიღოს ვიღაც. მოგახსენებთ, ჩემ გავაგრძელებ, კი ბატონო, გავაგრძელებ, მივალ მაგ საკითხამდეც. ანუ ერთი მიმართულება, სასჯელახსოვრების მიმართულება, სისტემური მარცხი განიცადა სასჯელახსოვრების სამინისტრომდან თელმა სისტემამ, სასჯელახსოვრების სამინისტროში, რომელიც სასჯელახსოვრებას ექვემდებარა, ხა ფიგურული დახმარების დამსახურიც არის ამ სამინისტროს შემადგენლობაში, თუმცა მასთან არანაირი პრეტენზიები არ არის.
და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ამ სისტემის ხელმძღვანელმა. აგრეთვე ამ სისტემის ყოფილმა ხელმძღვანელმაც იმის გამო რომ ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებაში იქნენ მიცემული, მის დროს დაიწყეს მუშაობა, მანაც აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. რაც შეეხება მთავარ პროკურორს და მთავარ პროკურატურას, ჩემი აზრით, იმის გამო რომ ერთ მიმართულებაში პროკურატურამ სათანადოდ ვერ იმუშავა და მინდა გითხრათ რომ გდანის ციხესთან მიმართებაში 2012 წელს საერთოდ არ დაფიქსირებულა საჩივარი. ეს რა თქმა უნდა თალკე ტრაგედიაა, რომ ის ადამიანები გაურბოდნენ ამ თემაზე საუბარს და არ აფიქსირებდნენ ამგვარ საჩივრებს, მაგრამ პროკურატურაში იმიტომ რომ როცა ფიქსირდებოდა მაშინ არანაირი რეაგირება არ იყო. ქალბატონო თამარ იმაზე რა რეაგირება იყო? ძალიან დიდი ბოდიში. ანუ გამოღვევთან მიდის ისე რომ იქონია რეაგირება. მე გპირდებით რომ თქვენ არ შეგაწყვეტინებთ როდესაც ვისაუბრებთ. არ შეგაწყვეტინეთ, უბრალოდ მიგალიოთ. ყოველთვის ვიტყვით შეგაწყვეტინეთ და რასაც ამბობთ ეს არის დემაგოგია, იმიტომ რომ შიშვა პატიმრებთან დაკავშირებით ყველა ის პატიმარი ბუთხუზი მახსოვს გვარი შეიძლება ნათიას ახსოვდეს სხვა გვარები წლების განმავლობაში სანამ მე სახალხო-დამცველი ვიყავი პერმანენტულად კი არა მუდმივად ყოველთვის შემოგვდიოდა მათგან საჩივარი იმიტომ რომ მუდმივად თავიდან ექვემდებარებოდნენ წამებას და ზეწოლას იმიტომ რომ მათ გაბედეს და დაწერეს საჩივარი და ამ მაგალითზე სხვა როგორ გაბედავდა დაწერას ვერ გავიგე გასაგებია თქვენ ხართ წამყვანი ხო ადამიანები მოდიოდა ორგანიზაციიდან რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს ძალიან ბევრი მოდის მაგრამ გვაცალეთ რიგრიგობით საუბარი აი დასადარჩიაშვილი იყო ადამიანი რომელიც მოდიოდა ჩემთან და მაშინ თქვენაც რამდენჯერ საჩივარების სისტემაზე ხმას ამოვიღებდი მოდიოდა ჩემთან კაბინეტში და როგორც მეგობარი მთხოვდა რომ გადამდგარ ვიყავ, იმიტომ რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი ტყუილი, რომელიც ბატონ სუბარს ახასიათებს იმეილებით შენახული მაქვს და ის იმეილებით შეიძლება გამოვაყო. კარგი, კი ბატონო, ბატონოთ არც მივცემ საშუალება. დავასრულებ თუ შეიძლება. ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ ისტერიული ფონის გარეშე გავაგრძელებთ მსჯელობას. მე წარმოგიდგენთ ჩემს არგუმენტებს, თქვენ შეგიძლიათ ამ არგუმენტებს არ დაეთანხმოთ, მაგრამ გააბათილეთ თქვენი არგუმენტები. ძალიან დიდი ბოდიში მე არ მინდა რომ აღელვებულ ნოტაზე გადავერთოთ. ანუ პროკურატურაში უნდა შეიქმნას აუცილებლად და შეიქმნება სპეციალური დანაყოფი, რომელიც საჩივრებს კი არ დაელოდება ამგვარი ფაქტებისთვის, არამედ პროაქტიულად გამოიძიებს ამ საკითხებს. რაც შეეხება ჩემი შეფასების გარდა, მოგახსენეთ რომ მე არა ვარ მიუკერძოებელი შემფასებელი, მაგრამ არც ალბათ ბატონი სოზარი არ გამოდგება მიუკერძოებელ შემფასებლად ამ შემთხვევაში, ვინაიდან მას კონკრეტული პოლიტიკური დღისწესრიგი აქვს. აი ეს პოლიტიკური დღისწესრიგი არანაირ პოლიტიკურ იმაში არ ვიყი და ნინო ზურიაშვილის გამოძიებულია წეგარო საქმე ვახსენე რაგვარი ამ კოდვასთან დაკავშირებით. ნინო მოაყოლეთ ერთი რა ხდებოდა იმ საქმეზე. კარგი, გავაგრძელო? დამოუკიდებელია მე მგონი. კარგი, ბატონ სოზარე, წამით დაასრულეთ. რაც შეეხება ობიექტურ შემფასებლებს, ჩვენ გავეცანით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თომას მელიას შეფასებას, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლების რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან მიმართებაში იყო ადეკვატური. ეს არ არის ჩემი შეფასება, ეს არის ალბათ აქ დამწრე პირებით ამეთანხმებიან, რომ დამოუკიდებელი შემფასებლის რეაქცია. ეხლა რაც შეეხება ასევე მინდა მოგახსენოთ ერთი ფაქტის შესახებ, ეს არის აბუ-გრეიბის ციხეში მომხდარი არანაკლები მასშტაბის ტრაგედია, რომელსაც ახორციელებდნენ თავდაცვის სამინისტროსა და CIA-ის ერთობლივ ბაზაზე, სადაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა და გადადგომის განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა მას არ დაუკმაყოფილა და ჩათვალეს საკმარისად ამ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, რათა შემდგომში აღარ მომხდარიყო იგი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალაია და კალმახელიძე არ უნდა გადამდგარიყო? მე ვფიქრობ, რომ რეაგირება იყო ადეკვატური. ჩემი აზრით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა, ამ ეტაპზე იყო საკმარისი, მაგრამ აუცილებელია, მე მინდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს ძალიან ბევრ თემაზე, მე მინდა განვაცხადო, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული, დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული და საზოგადოების მხრიდან გარკვეული უნდობლობა, რომელიც საფუძვლიანია, ვინაიდან პროკურატურა პროაქტიულად ამას არ აკეთებდა, უნდა შეიქმნას და გიორგი ტუღუშმა განაცხადა ამის თაობაზე, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დეტალურად გამოიძიებს ყველაფერს. კი ბატონო, გასაგებია. და გაესაუბრება ყველა ადამიანს, ვინცაც კი ამასთან შემხებლობა ჰქონდა, დადებს, დასკვნებს და შემდგომ ამას მოყვება სამართლებრივი. ბატონ დავით, როგორც პარლამენტის წევრს მინდა დაგისვათ შეკითხვა. უნდა იყვნენ თუ არა დაბარებული ახალაია, კალმახელიძე, შაშკინი ამ დრომდე უნდა ყოფილიყვნენ თუ არა უკვე დაკითხული?
იმედია მომეცემა საშუალება რომ მრავალ ხმაში არ ვილაპარაკოთ და მოусმინოთ ერთმანეთს რაოდენ არ უნდა ვეთანხმებოდეთ. ხო? რაც შეეხება დღეს ხელისუფლების მიერ მოქმედებას ამ მიმართულებით. მიმაჩნია რომ დიახაც ეს არის ადეკვატური ნაბიჯები, დაგვიანებულია იმ თვალსაზრისით რომ როგორც აქ ციტირება მოხდა სისტემური მარცხი კონკრეტულად პენიტენციალურ სისტემაში ფიქსირდება, ადრე უნდა ყოფილიყო რეაგირება, ადრე უნდა გამომზეურებულიყო დანაშაულის ის ფორმები და მასშტაბები, რასაც კონკრეტულად აი ამ საპყრობილეში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არ მოხდა. ვერ მოხდა. რატომ არ მოხდა და რატომ ვერ მოხდა, ამაზე არის გამოძიება მიმდინარეობს. ხო, გამოძიება აღძრული არის ფაქტზე. და კოლეგებმა და არა მხოლოდ კოლეგებმა, ზოგიერთმა დამსწრემ, რომელსაც კოლეგას ვერ უწოდებ, ხო? უნდა იცოდნენ თავარი პრინციპი, როგორც დემოკრატიის, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს თუ სისტემის ნებისმიერ. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპცია. თუ გამოძიება, რომელშიც როგორც ახალმა მინისტრმა პენიტენციალური სისტემის განაცხადა, აუცილებლად მონაწილეობას მიიღებს სპეციალური კომისია, რომელშიც არასამთავრობო სექტორიც იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, არა ისე, რომ პროკურატურა გაუქმდეს და თქვათ, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო ჩაანაცვლოს, ეგ იქნებოდა ჩემის აზრით კატასტროფა და მართლა უპასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე. არამედ ისე, რომ სრული ინფორმაცია და მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი, ხო? თუ ეს ძიება წაგვიყვანს უფრო შორს და უფრო ღრმად, ბუნებრივია, რომ ყველა საკითხი დაისმება, რასაც თქვენ სვავთ თუ რასაც საერთოდ არავინ არ სვავს, მაგრამ შეიძლება ძიებამ ეს საკითხები წამოჭრას. მანამდე ეს არის ჭორები, ეს არის პოლიტიკური ინსინუაციები, რასაც ძალიან დიდი ადგილი აქვს ქვეყანაში და ისევ ვიმეორებ, რომ როდესაც კონკრეტული თანამდებობის პირები აგებენ პასუხს ადამიანებისადმი მოპყრობაზე და ისინი ისჯებიან. მინისტრი არის ზოგადად სისტემაზე პოლიტიკური პასუხისმგებელი. თუ მას გამოეპარა, იგი მე მიმაჩნია, რომ მას შესაძლოა არაფერიც არ სცოდნოდა. და უბრალოდ მიმდობი ყოფილიყო ვიღაცეებზე, რომლებიც ანგარიშს აწვდიდნენ. რაც საინტერესოა ბატონ დავით, ის რომ კონკრეტულ შემთხვევაში ახალაია ამ წუთას იყო თავდაცვის მინისტრი, როცა ეს რაც შეეხება ახალაიას, მან აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ ეს ადამიანები ციხის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ მის დროს იყვნენ დანიშნული, ეს ერთი და მეორე ის, რომ მიზანმიმართულად 2006 წლიდან თუ 5 წლიდან ხდებოდა დაწყებული სამეგრელოდან, დამთავრებული სამეგრელოში მისი მოღვაწეობიდან, დამთავრებული შემდგომ ყველა მის ასე ვთქვათ სამოღვაწეო ნაბიჯზე მიზანმიმართული კამპანია, ცილისწამება, პოლიტიკურად ანგარჟირებული დარტყმები მასზე. მე მიმაჩნია, ჩემ სუბიექტურ აზრს ვიძახი, რომ ამაში, ამის უკან შესაძლოა ყოფილიყო ის კრიმინალური წრეები დაინტერესებული, ვისაც ეს ადამიანი დაუპირისპირდა და რომელ კრიმინალურ წრეებთან ურთიერთობაზე პასუხისგების აღება, ისევე როგორც ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას, პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რაც მოხდა. ეს არის ყველა ჩვენთაგანის პოლიტიკური გუნდის მინუსი, პარლამენტარების მინუსიც. მაგრამ მე უბრალოდ ახსნას უძებნი, რატო შეიძლება რომ ეს გაპარვოდა მთლიანად სისტემას. მაგრამ მე ველოდები პასუხისმგებლობის აღებას იმ ოპონენტთაგან, რომელთა დამამთავრებელად თუ შეიძლება, რომელთა წარმომადგენლები ძალიან ცალსახად, ძალიან ნათლად, მე ვიცი რომ წლების მანძილზე, მათ შორის ბატონი სუბარისაგან თუ მას ის საუბრები აინტერესებს, რომ გაიხსენოს რა ჩვენ ქონია, მისგანაც 2006 წელს როგორ უნდოდათ შავ სამყაროდან საქართველოს ისევ შავი ფერის გაეხადათ და ამაში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ და აიღოს პასუხისმგებლობა ვისთან, რა წრეებთან თქვათ უწევს ურთიერთობა მას, რა წრეები არიან მისი პოლიტიკური კოლეგები და რა კავშირი აქვს მაგთ კანონიერ ქურდებთან. ყველაფერზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მე მიმაჩნია დემოკრატიისათვის ბრძოლა ნიშნავს ერთი წუთი და დავამთავრებ. კანონიერი ქურდები, მე მგონი ეს ერთი საკითხია, მაგრამ პატიმრების საკითხი კიდევ ყველაფერზე აიღოს პასუხისმგებლობა თქო. ისევ ვიმეორებ. დემოკრატიისათვის ბრძოლა ამ ქვეყანაში ჩემთვის ნიშნავდა და ნიშნავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასაც, როგორც ციხეების გარეთ, ისე ციხეების შიგნით. მე მოვითხოვ, რომ ასევე კანონის ყველა მოთხოვნის ფარგლებში, იმიტომ რომ კანონი ვინც დაარღვია, ყველა უნდა დაისაჯოს. როდის და სად და როგორ დაარღვია. მაგრამ ასევე აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ადამიანებზე, რომელთაც სპეციფიური კონტაქტები აქვთ რბილად ვთქვათ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან. ეს იქნება ქვეყნისათვის კარგი, არა ჩემთვის, არა რომელიმე ადამიანის. ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება, ამ ადვოკატურობაზე პასუხისგაცემას არ ვაპირებ, მაგრამ 2005 წელს მე დავაყენე საშინაოსნობის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი, კოპაძის მოვითხოვე მისი გადაყენება. იმიტომ რომ ციხეებს მართავდნენ ქურდები. ამას მოყვა კატასტროფა.
პარლამენტი ფეხზე დადგა ნაციონალური მოძრაობა, ლანძღვა გინება პოლიტიკურად ანგაჟირებული პირველად მაშინ მიწოდეს კოპაძის გამო და მოგვიანებით იმავე წლის ბოლოს 2005 წლის ბოლოს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კანონიერ ქურდებს კოპაძე დაატარებდა გოგირდის აბანოებში, მაშინ მოხსნეს კოპაძე. ეგ ისე. ქაბატონ ქეთი. მე არ მინდოდა ეს დღეა ეთერში ბატონ დათოსთან ჩემს ყოფილ კოლეგასთან შევსულიყავი პირდაპირ დისკუსიაში, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ხა მე მართლა უკვე მიყვარს რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი. ბატონო დათო, იყავით ამდენი წელი კომიტეტის თავმჯდომარე. ნუ თუ არც ერთხელ არ წაგიკითხავთ არც ერთი ადამიანის ომბუდსმენის ანგარიში. არ ყოფილა მარტო ომბუდსმენის ანგარიშები, ყოველწლიურად გამოდიოდა სახელმწიფო დეპარტამენტის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ძალიან ხშირად იმეორებდა იმ ანგარიშებს, რომელიც იყო მოცემული ომბუდსმენის ნაშრომებში. შემდეგ ხომ გაგიგიათ CPT? არ გაგიგიათ, ხო? ეს არის სწორედ ევროპული სტრუქტურა, წამების პრევენციის კომიტეტი. შემამჩნიეთ, არ გამიგია. არა, რა ვიცი, ვერ შეგამჩნიეთ გახსენება. წამების პრევენციის კომიტეტი, რომელმაც ასევე ძალიან შემაშფოთებელი ფაქტები დადო იმის თაობაზე თუ რა ხდება საქართველოს ციხეებში. ერთხელ მაინც ან კომიტეტში, ან უმრავლესობაში, ან რომელიმე შეკრებაზე განგიხილავთ თუ არა ეს. ჩვენ ხო მართლა გვახსოვს ყველას, რომ 10 კაცზე მეტი არ დასწრებია ომბუდსმენის ანგარიშს, არც სოზარ სუბარის დროს, არც გიორგი ტუღუშის დროს და აღარ მახსოვს უკვე ვის დროს. სად მიდიოდ, რაშინაც ნეტავ რატო გამოგეპარებოდა თუ არ კითხულობდით, თუ არ გაინტერესებდა. მართლა ყველაფრის საზღვარი აქვს, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი. კი ბატონო, გალბატონ ნინო. რა ვიცი, საუბრობენ სისტემურ პრობლემაზე, მაგრამ პასუხისმგებლობა სისტემური არ ჩანს. იმიტომ რომ სისტემური პრობლემა ნიშნავს, რომ რომელიღაცა დაბალი რანგის ჩინოვნიკთა რაღაცა ჯგუფმა ეს ასე ვთქვათ, არაადამიანური მხეცური მოპყრობები აწარმოა, ასე ვთქვათ, მოეპყრა საშინლად პატიმრებს, მისმა ზემდგომმა თვალი დახუჭა, ან იქნებ პირიქით ნებაც დარწოდა, იქნებ მოუწოდეს კიდეც, ჩვენ რა ვიცით, კიდევ უფრო ზემდგომა, როგორც არის მინისტრი, სიტყვაზე ვთქვათ, ამაზე თვალი დახუჭა და 1-ზე, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე კი არა, ქურდობაში ეჭვმიტანილზე კი არა, ფსიქიკური ავადმყოფების კადრები დაიდო, სადაც რა ვიცი, შარცს სასმევენ და სადღეგრძელო სათქმევიებენ და რა ვიცი, აი ეს მსგავსი დამამცირებელი მოპყრობა, ჩემს ბავშვის კივილი ყურებში მიდგას, რომ არ დამარტყაო, რომ ეხვეწება და რაღაცა გეტკინა, გესიამოვნა, რო ეუნებიან ესეთ რაღაცებს. აი ეს მე არ ვიცი და ამაში იკითხება ეს აღვირახსნილობა, იკითხება ნებადართულობა, რა ვქნა, შეიძლება ალოგიკური ვარ, ნუ თუ დავიჯერო, არ არის ეს გამოპარული შემთხვევა, ეს არის ხანგრძლივი დამკვიდრებული წესი. თუ ეს იყო დამკვიდრებული, გამორიცხულია, რომ აქ მინისტრს ეს არ წოდოდა და მისგან ნებადართული არ ყოფილიყო. ეს არის უბრალოდ რაღაც ლოგიკაში ჯდება და სხვა არაფერში. რა თქმა უნდა, მე ეს არ მინახია, ის კადრები ჯერ არ აგვაქვს, ხო, როცა ბაჩომ ან თუნდაც რომელიმე მინისტრი. შაშკინი კიდევ რაღაცნაირად გამოგვეპარა. შაშკინის პერიოდსაც ახასიათებენ როგორც არანაკლებად სასტიკს. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც მინიმუმ დაკითხული უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას უნდა დაველოდოთ და იმთავითვე შეიძლება პირველი ნაბიჯი მინისტრის დაჭერა არ იყოს, მაგრამ უნდა იყოს თანაც როცა საუბრობთ შედეგზე. მოდი ვიფიქროთ შედეგზე, ხო? ციხეში, სადაც მსგავსი არაადამიანური მოპყრობა არის და აღიარებითი ჩვენებები პანტაპუნტით მოდის და ამ აღიარებით ჩვენებით დაყრდნობაზე მოსამართლეები პანტაპუნტით განაჩენები. ნინო, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აღიარებითი ჩვენებები უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ასეთი მეთოდებით იყო მოწოლილი? ეჭვ ქვეშ დგება. მე ესე როგორ თქვა, ხაზი როგორ გადაუსვა მთელ მართლმსაჯულებას, მაგრამ როგორ ზუსტადაც არ არის განვითარებული კრიმინალისტიკა ამ ქვეყანაში და ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენების მე პირადად ვესწრები ხოლმე სასამართლო პროცესებს და აღიარება და ყვებიან რაღაცებს. წარმოგიდგენიათ, რამდენი სისხლის სამართლის საქმე შეიძლება არის ფაბრიკაცია მოხდა და რამდენი განაჩენი შეიძლება არის. აი ციდან ჩამოტანილი. დაგიბრუნდებით კიდე ნინია და საშინელი შედეგია. ეს შედეგი არანაკლებ მძიმეა, ვიდრე ის ნაწამები ერთია თუ რაც არის ბევრი ადამიანი.
ძალიან მიჭირს ჯერ კიდევ ისევ დალაგებულად და რაციონალურად ამ საკითხზე საუბარი. მაქვს ისევ და ისევ ძალიან ბევრი კითხვები და ჯერჯერობით არ მიმიღია პასუხი, ვისმენთ ერთ მხარეს ლაპარაკობენ, სადაც არ არსებობს ოპონენტი, სადაც არ არის საშუალება კითხვაზე გასცენ პასუხი იმ ადამიანებმა, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაც არის ის, რაც მოხდა ამ ქვეყანაში და ის, რაც ჩვენ ვნახეთ. კერძოდ მაინტერესებს სულ რას გულისხმობენ იმაში, რომ სისტემური მარცხი განიცადა. რაზე არის კონკრეტულად ლაპარაკი? როგორ შეიქმნა, ანუ რა იყო მათი სურვილი და რა მიიღეს? როგორი იყო მათი პოლიტიკური ნება ამ სფეროში, როგორ უნდა წასულიყო, რამდენად იყო ნება დართული თუ წამება პირდაპირ მინიშნებით არა, თუნდაც უმკაცრესი ზომების გატარება იმისათვის, რომ პატიმრები მოედრიკათ და რაღაცნაირად მორალურად გაენადგურებინათ ეს ადამიანები. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ძალიან წყდება გული, რომ არასოდეს არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ჩვენ დავსვათ კითხვები და ამ ადამიანებმა ჩვენ გაგვცემ პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ მართლაც ეხლა რაღაც აი შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა. იუსტიციის მინისტრის მოადგილეების სტუდიაში და პარლამენტის ვიქნებით თუ ამაზე მივიღებ პასუხს. რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, უკვე გაიცვითა ეს ფრაზაც, რომ სისტემური მარცხი განიცადა. რას გულისხმობთ ამაში? რა გინდოდათ და რა შედეგი მიიღეთ? კონკრეტულად დასვინე, თორე მაგაზე იმ სიგრძეს გიპასუხოთ. არა, რაღაცნაირად ხო შეიძლება მოკლედ მე მართლა მაინტერესებს. არ მინდა რომ პირდაპირ ყველაფერზე მე თვითონ გავცე პასუხი, მე თვითონ ვიყო კითხვის დამსმელიც და პასუხის გამცემიც. როდესაც საუბრობთ იმაზე, მე სამწუხაროდ ამ სფეროსთან მქონდა შეხება. ამ სფეროში თქვენ ამბობთ, რომ ებრძვით კანონიერი ქურდების ინსტიტუტს და იცით ის, რომ ციხის ადმინისტრაცია ზუსტად კანონიერი ქურდების მენტალიტეტით არის. ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც მოქმედებდნენ კანონიერი ქურდები. არაფერი არ შეცვლილა, ჩანაცვლება მოხდა ერთი ადამიანების მეორე ადამიანებით. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ეს თუ არის გაცნობიერებული თქვენი მხრიდან, ამაზე ახსნა განმარტება სამწუხაროდ მე არ მომისმენია. იმ ამბების შემდეგ, როდესაც გავრცელდა კადრები ეთერში, 2 დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი დარწმუნებული ვარ, იყო ძალიან განრისხებული, რაც ნახა. მიუხედავად ამისა, მე ვგრძნობდი რაღაცნაირად ვგრძნობდი სინანულის შეგრძნებას. ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. რისი კვალიც აღარ არსებობს დღეს. დღეს არიან 10-ჯერ უფრო აგრესიულები, 10-ჯერ უფრო შემტევები. თითქოს აქეთ გვიტევენ, აქეთ გვადანაშაულებენ. აქეთ ჩვენ თურმე ქურდების დაბრუნება გასაგებია რა მნიშვნელობა მიგითი მოქალაქისთვის. მე ქურდი გამაუპატიურებს თუ ბადრაგი? გამაგებინეთ ეს, ამიხსენით. კი, მოგცემთ პასუხის საშუალებას, უბრალოდ მინდა რომ სხვებსაც მიეცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. გისმენთ ქალბატონო. მე მინდოდა მეთქვა ორი სიტყვა, როცა საუბარია პასუხისმგებლობაზე. აქ მოდი დავივიწყოთ პოლიტიკური მიმართულებებიც, დავივიწყოთ ვისი წარმომადგენლები ვართ და მოусმინოთ პატიმრებს, რომლებიც როგორც იქნა აი ამდენი წლის მერე, რასაც ჩვენ ველოდით აი ამდენი წელი, რასაც მუშაობდით, ალაპარაკდნენ. დღეს სახალხო დამცველის ოფისში დევს აი არ ვიცი, აი ამდენი საჩივარი 1000-ზე მეტი. სხვადასხვა ციხიდან, ახლა გლდანზე ვლაპარაკოთ და ბოლო დღეებში ნათია. დიახ, აი 18 იმიდან სექტემბრიდან. აი საინტერესოა, ფოკუსირება არის ახლა გლდანის საპრობილეზე, მაგრამ კიდევ ბევრი საპრობილე. არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ გლდანიდან გვაქვს კადრები, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ ხდებოდა მსგავსი სისასტიკები. შეიძლება რაღაცა დეტალები არ ხდებოდა, ნუ ეს რაღაც გაუგონარი რაც ვიხილეთ, მაგრამ ის რომ ცემა იყო, ის რომ არაადამიანური მოპყრობა, დამცირება და მსგავსი რამ ხდებოდა ყოველდღიურად რამდენიმე სხვა დაწესებულებაში. რაზეც აი იგივე ჩვენს ანგარიშებში როგორც წინა სახალხო დამცველის, იმის წინა ანგარიშებში იყო საუბარი. და ეხლა კონკრეტული ერთი წუთი დავასრულებ. თუ ვინმე საინტერესებს ვინ არის დამნაშავე, იქ არის კონკრეტული გვარები. ჩვენ სამწუხაროდ ამის კლასიფიკაციას ეხლა და გატარებას ელემენტარული. აი სახელდება მაღალჩინოსნების გვარები. პატიმრები თქვენ გისახელებენ მათ სახელებს და გვარებს? ყოველთვის გისახელებენ, უბრალოდ იყო. არა, დღეს აი ლაპარაკია ახალაიაზე, კალმახელიძეზე, შაშკინზე. კალმახელიძეზე პირადად არავინ არ გვისახელებს, იმიტომ რომ ქალბატონი ვის გისახელებენ? ახალაიას გისახელებენ? შეიძლება მიდიოდა და როგორც წესი დერეფანს არ ცდებოდა პატიმასთან მას კონტაქტი არ ქონია. რაც შეეხება ბაჩო ახალაიას ასახელებს ის ხალხი მაგალითად, ვინც
სიშყეში იყო 2006 წელს ბუნტის დროს. ჩოხალაიას ჰქონდა შეხება იმ სამ პატიმართან, რომლებიც სასტიკად სცემა პირადად მან და რასაც მოხდა ამბოხება. რომელ სამ პატიმარს? ავალიანი, ბიბლიანი, მესამე სხვა არ გამახსენებ. აღარ მახსოვს გვარები, მაგრამ ეს საქმეები ყველაფერი არის ჩვენს არქივში, ეს ინახება და ეხლა სხვათა შორის თუ ამით გამოძიება დაინტერესდება, ძალიან ბევრი სხვა ადამიანიც უკვე მზად არის, რომ მისცეს ჩვენება გამოძიება და სხვათა შორის რამდენიმე საქმე არის სტრასბურგში ეხლა მიმართული, იმიტომ რომ იმ ხალხს თვითონ დაუმატეს სასჯელი ძალიან ბევრს და ეხლა იხდიან ბაჩო ახალაიას სასჯელს. და იმათმა სპეციალურად მთხოვეს, რომ ეს გვარი მეხსენებია, მითხეს, რომ რაიმე ხო არ არის აი შენთვის შემაბრკოლებელი მაინც საჯარო მოხელება. მე წარმოვადგენ პატიმრებს. სამწუხაროდ ყველაზე ვერ ვილაპარაკებ ყველაზე, მაგრამ ეს იყო მათი თხოვნა. კი ბატონო, ვახტანგს მიცემს და შემდეგ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე იყო საუბარი და მართლაც აუცილებელია უდანაშაულობის პრეზუმპცია იყოს ყველას მხრიდან დაცული, უბრალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მე როგორც მოქალაქეს ცოტა უხერხულად მეჩვენება ამაზე საუბარი, როდესაც ძალიან ბევრი საჯარო პირი ძალიან ხშირად არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და სხვადასხვა კონკრეტულ ადამიანს ადანაშაულებს, არ ვიცი, უდიდეს რაღაც დანაშაულში ქვეყნის წინააღმდეგ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაისმა ასევე ხელისუფლების მხრიდან ის თქვა ბრალდება, რომ თითქოს და კადრების დიდი უმრავლესობა გარდა ერთი კადრისა იყო შეკვეთით დამზადებული და მაინტერესებს ამის შესახებ კონკრეტულად გასაგები არ ვის დასდეს ბრალი ამ კონკრეტულ პირს ვინც ეს შეკვეთა შეასრულა თუნდაც მე მიჩნდება კითხვა ვინ იდგა ამის უკან მაშინ კონკრეტული გვარები გითხარით ვინ იდგა ამის უკან ვინ შეუკვეთა ეს ყველაფერი თუ კი ეს არგუმენტი ჯერ კიდევ ეს ბრალდება ჯერ კიდევ ძალაშია კი ბატონო, მე ვინიშნავ ამ შეკითხვებს და თქვენ გექნებათ საშუალება უპასუხოთ ბატონ ამას. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ არასასიამოვნო თემაზე. მე იურიდიულ მხარეში ბუნებრივია ნაკლებად გაბედული ვარ, უფრო ფსიქოლოგიურ მხარეს შევეხები და მე მგონი კარგავთ ბევრ რამეს ამ მხარეს რო არ ვაქცევთ ყურადღებას ახლა ნაწილობრივ მაყურებლისთვისაც ვამბობ რა თქმა უნდა თუ დავაკვირდებით აბუგრეიბისგან განსხვავებით აბუგრეიბის ამბები რო გავრცელდა ბევრს გაუკვირდა და არ ჯეროდა ნაწილს ჯეროდა ნაწილს არა საქართველოში ეს კადრები რო გავრცელდა არავის არ ქონია გარდა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა დაუჯერებლობის განცდა. პრობლემა ის კი არ არის, რაც მოხდა. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა დაიჯერეს ის, რომ ეს რეალობაა. რატო დაიჯერეს? გარდა იმისა, რომ ციხეზე იცოდნენ, რომ ციხეში ბევრი ძალადობაა. სიტყვა ძალადობას ახლა სპეციალურად ვახსენებ. რა, დევნილებთან არ არის ძალადობა? ბიზნესმენებთან არ არის ძალადობა? ანუ სფერო მითხარით, სადაც არ არის ძალადობა. პრეზიდენტი იძახის ნულოვანი ტოლერანტობა. ან მოვსპოთ კლასი. ეს ხო უკვე ძალისმიერი შეძახილია. ეხლა შეგახსენებთ. ფსიქოლოგია რა შუაშია. ყოველთვის ძალადობა ჩდება იქ, სადაც ძალადობა ნებადართულია. ლეგიტიმაცია ხდება ძალადობისა, ამა თუ იმ იდეოლოგიის მიერ. გავიხსენო, ზიმბარდოს ექსპერიმენტები უკვე რამოდენიმეჯერ ხსენდა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ადამიანები რომ მოძალადებად იქცნენ, იმიტომ რომ მათ მისცეს ამის გამართლება, რომ პოლიციელი ხარ ის დამნაშავეა და დაიწყო ძალადობა. უზარმაზარი ექსპერიმენტი შეატარა ადოლფ ჰიტლერმა. მთელი ნაცია გახადა მოძალადე. და რატო? იმიტომ რომ მისცა იდეოლოგია, რომ შენ მართალი ხარ, ის დაბალი რანგის არსებაა და მასზე ძალადობა იგივეა, რაც ცხოველზე ძალადობა. იდეოლოგიას როგორც კი ქმნი იმისას, რომ ძალადობა გამართლებულია, რა მიზეზით სულ ერთია. შენ ფაქტიურად ძალადობას საფუძველს უყრი, რომელიც დევნილებთან, ბიზნესმენებთან, სტუდენტებთან, ეხლა რა დაჭერები რო არის, 2 დღეში 50 კაცი რო არის ჩაყრილი ციხეში, მხოლოდ ოპოზიციური პარტიის. ეგ ძალადობა არ არის? აი ამ ფონზე ვცხოვრობთ. და ამიტომ დაიჯერეს, რომ ციხეში, სადაც ეს ხალხი დაცულია საზოგადოებრივი აზრისგან, ის უბედური ესენი პატიმრები
და მე ვიტყოდი არანაკლებ უბედური მოძალადეები, იმიტომ რომ ისინი ცხვერპლი არიან აი ამ იდეოლოგიისა, რომელიც შეიქმნა. პირუტყვებად ისინი იქცნენ და თავის შვილისა იმათ უნდა ცხვენოდეთ და თავის ახლობლების. ისე რომ სისტემური აი ამ გაგებით არის პრობლემა. ჩვენ ძალადობის სისტემაში ვართ, რომელმაც ციხეში მოგცა უბრალოდ ეს შედეგი. თუ კი ციხის დონეზე შეიკურება მხოლოდ პრობლემა და ლოკალიზდება, რო იციან ხოლმე, ლოკალიზებულია ამაყობა. შეიკურება პრობლემა, კი ბატონო, გაივლის ორივე თვე დაუშვათ დარჩა ხელისუფლებაში იგივე ძალა, დაახლოებით 2 თვეში ზუსტად იგივე სიტუაცია შეიქმნება. იმიტომ რომ თლიანობა არის ძალადობაზე აქ დაწყობილი. თლიანობაში დევს ძალადობის პროპაგანდა, ძალადობის გამართლება მხოლოდ ერთი მხრიდან, ნაციონალების მხრიდან ყველა ემათი, ვინც მათი არაა. ვიზე მიდის ბრალდება, არის ბრალდება რომელიმე ნაციონალზე? არის ბრალდება ქურდებთან ურთიერთობაში ოპოზიციაზე. ადრე ოპოზიცია ბურჯანაძე იყო, ის იყო რუსეთი, ადრე ლევანი იყო გაჩილაძე, ის იყო აგრეთვე რაღაც ქურდები თუ რაღაცა. სულ მიდის ოპონენტებზე ისეთი ბრალდება, რომელიც ძალადობას ამართლებს. გასაგებია ბატონ რამას რეპლიკის სახით და შემდეგ ბატონ ლევან თქვენ. აი რატო იყო სისტემური რეპლიკა? ფაქტს მოგყვებიათ. ესე იგი არჩევიდან 20 დღეში ბაჩვახალაიას არჩევიდან 20 იანვარს 2006 წელს უსასტიკესად ცემეს გოჩა ფაცურია. ცემაში მონაწილეობდა ბაჩვახალაიას მოადგილე გოგაონიანი, ტუბზონის დირექტორი. შემდეგ ხელმეორედ ცემეს კოლონიის უფროსმა და მოადგილე. გადმოიყვანეს თბილისში. რეკომენდაცია გაუგზავნე ბაჩვახალაიას. ვნახე ეგეთი ნაცემი ადამიანი არ ვინახავთ. შავი იყო მთლიან, ვერ დგებოდა ფერს. საავადმყოფოში არ გადაიყვანა ბაჩვახალაია. მიუმართე პროკურატურას. საქმე არ აღზრდა. მიუმართე კლდიაშვილი იყო მაშინ ექსპერტიზის ბიუროს უფროსი. ექსპერტიზა არ ჩაუტარა. ანუ სისტემა იყო შეკრული რა. ყველა პარლამენტს მიუმართე პარლამენტმა მთლიან პოლიტიზირებული ხარო. ეს არის სისტემური პრობლემა, სხვა კი არაფერი. ერთ მაგალითზე ჩანს. გასაგები ბატონ ლევან და ბატონ ლაშა შემდეგ თქვენ. ხო, აი ძალიან ძნელი მოსასმენია იცით, გამოდის ისე რომ ყველაფერი ვიცოდით, ყველა სტრუქტურაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმათ, რომელსაც ეხებოდა ანალოგიური საქმიანობის გამოკვლევა, მოძიება და უფლებების დაცვა, ყოფილმა ომბუდსმენმა ბატონმა სუზარმა მე ყველაფერი ვიცოდი და აგერდევს ეს ყველაფერი დოკუმენტირებულია. მე მოვა ჩვენამდეც რა, ყველაფერი იცოდა ესეთი აღშფოთება. ნუ ასაკიდან გამომდინარე, ხალბატონ თამარ თქვენ ვერ მოგკითხავთ ამას, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც 90-იან წელში ბევრად უფრო ხალბატონ თამარ, მე შემიძლია გითხრათ, აი აქ ამ სტუდიაში რამდენჯერ ულაპარაკი ამ საკითხზე. თქვენ არ მისმენთ რა მინდა ვთქვა. ხალბატონი თამარი, როგორც ასაკიდან გამომდინარე, 90-იან წლებში ისე აქტიური ვერ იქნება და იმას შეფასებას ვერ მიცემდა, მაგრამ ბატონი რამაზი და დანარჩენი ადამიანები, რომლებმაც ნახეს მართლა ძალადობა ისეთი უზარმაზარი მასშტაბების, როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციას ხრებდნენ, ხევრიონი რასაკეთებდა, როგორ ხდებოდა დასავლეთ საქართველოს, მე თქვენ გისმენთ, როცა ლაპარაკობდით რა. არა, დემაგოგია არის ის, როდესაც იმაზე რეაგირება არ აქვს, უცბარდები ძალიან ჰუმანისტი. არა, მე ძალიან ბევრს განსხვავებული აზრის არ მომისმენია საინტერესო. თქვენ ხომ ძალიან თქვენ ხომ შეგიძლიათ განსხვავებული აზრის აცალეთ ადამიანს ვარ შეგიძლიათ მე გამიგეთ არაფერს არ მოიწონე მე არ გამიგია ბატონო ეს არ შეიძლება მე არაფერს არ გაბრალეთ თუ გაქვთ ნერვები რომ მოისმინოთ მოვისმინეთ თუ არა გეტყვით ბატონი რამაზგან არ მომისმენია მაგალითად ის პროტესტი 90-იან წლებთან დაკავშირებით რაც მაშინ ძალადობა ხდება. ახლა მე არ გაწყვეტინებ. არა, მაგას დავაფასებ საერთოდ ხო. მაგრამ ეს ფაქტია ხო, მაშინ იყო ბევრი ადამიანი, ყველა არა, მაგრამ ძალიან ბევრი, რომელიც აბსოლუტურად არ აღელვებდა, ეს იყვნენ მსახიობები, ჟურნალისტები, იურისტები მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ რაოდენობით არ იყო, მაგრამ მაშინაც იყო. ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, თითქოს და იმიტომ არ ჰქონდათ პროტესტი. ბევრი მათგანი ახლა პოლიტიკაში წავიდა, რომელიც არ აპროტესტებდა, არიან ასეთები ჟურნალისტები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობდნენ და თოფით იჯდნენ, ეს კადრები არსებობს. თქვენი კოლეგები. მე მაინტერესებს ბატონო სოზარ, თქვენ ეს სტატისტიკა გაქვთ როგორც სტატისტიკოს ციფრებისთვის თუ გინდოდათ რომ ამას რამე მსვლელობა მიექონოდა და რაღაც შედეგი გამოეღო. მაშინ თქვენ ხარ წარუმატებელი ომბუდსმენი, თუ მოახერხეთ რამდენჯერმე ეს პარლამენტზე გაგეტანათ, მაგრამ იქიდან ვერავითარი რეაგირება ვერ გააკეთებთ. მე მაინტერესებს თქვენ ახსენეთ რომ ვიღაცამ გირჩიათ, ბატონ დავითზე ქონდათ მიმართება, მაგრამ
როგორც გამოერკვა, იქ სხვა კონტექსტში იყო. კარგი იქნებოდა თუ გადადგომაზე მაშინვე დაწერდით განცხადებას და უფრო შორს წახვიდოდით ევროკავშირში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და უფრო მეტ ზარს შემოკრავდით, რომ რამე რეაგირება ყოფილიყო. ანუ თქვენ დროს ამ პრობლემამ გაიარა, რაც თურმე მაშინაც ვიცოდით და ეხლაც ვიცით და ეხლა აღშფოთებული ლაპარაკობთ, როგორ ეს აქამდე გრძელდება. თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რეალურად გარდა ციფრებისა და პროცენტებისა, რომ რამე შედეგი მიგეღოთ. აი ეს მაინტერესებს. ის გააკეთა პარლამენტში გამოდიოდი. რაც ადამიანურად, მორალურად ძალიან მაინტერესებს ბატონო. სოზარი არის საუბრის თემა. კი ბატონო. ორ რამეზე გიპასუხეთ. ბევრად ადრე დაიწყო თქვენ დროს და თქვენამდე იყო დაწყებული, მე დარწმუნებული ვარ. ახსენეთ ოპაზე ეხლა პიროვნებებზე და პერსონალიებზე არ ვინდა, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უფრო შურს წასულიყავით და უფრო ეფექტური ყოფილიყო იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც თქვენ დააყენეთ. კარგი, ბატონო სოზარ, თქვენამდე მოვალ პირობას გაძლევთ, რომ ამაზე უკაცრავთ. თქვენ დააგროვეთ კითხვები, ჯერთან თუ გაქვს. მაშინ მოკლედ, იმიტომ რომ ბატონ ლაშას უნდა მივცეს სიტყვა და შემდეგ რექცია. ბოდიშვილი, ბატონ ლევან, უკაცრავად. მოკლედ უპასუხებ. ოღონდ ერთი პირობა, ერთი თანამმა თქვენთან. ბოდიში, ბატონ ლევან, თქვენ შეკითხვაზე პასუხცემს, უკაცრავად. მოკლედ უპასუხებოდ ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. თუ მეტყვია რომ მე არ ვამბობ სიმართლეს, იქნება ამოიღოთ არქივიდან. მაშინ იმ პერიოდში, როდესაც მე ვებრძოდი კახათ არგამაძეს არჩევნების გაყალბებისთვის, ადამიანების წამებისთვის, ადამიანების კვლელობისთვის, ვინ უხდიდა მადლობას პარლამენტში არჩევნების სანახებოდ ჩატარებისთვის და იყო თუ არა ის დღევანდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი და მეორე რა გავაკეთე მე? მე დავდები საბრალდებო დასკვნა. მარტო ვაზაგაშვილის საქმეზე ისეთი გამოძიება ჩავატარე, მინიმუმ 50 კაცი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა. მარტო ვაზაგაშვილის კვლევობაზე და ეს საქმე თაროზე ვერ შემოიდება. ეს არის ჩამოკიდებული დამოკლეს მახვილი ყველა დამნაშავის წინაშე და ეს მახვილი აუცილებლად გაწდება და სამართალი აუცილებლად აღწევდება. აი ეს გავაკეთე მე. კი ბატონო, ბატონ ლაშა, შემდეგ რეკლამა და უპასუხებენ ბატონი ოთარი და ბატონი დავითი. და სხვათა შორის გააკეთა გიორგი ტუღუშმა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ პრეტენზიები მაქვს ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. გასაგებია. მისი მოხსენებები არის ასეთივე საბრალდებო დასკვნა. მესმის, ბატონ ლაშა. ნუ მე არ დავიწყებ ახლა არ გავაგრძელებ თემას ვინ უარესია და ვინ უკეთესია. ჩვენ გვაქვს პრობლემა ძალიან სერიოზული ჩემი აზრით და არსებული ხელისუფლება რაღაცას აკეთებს და მასთან გვაქვს ჩვენ ძირითადად პრეტენზიები და კითხვები. ჩვენ ისტორიული ასე თქვა წიაღსვლების სათვის არ ვართ მოსული, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული ისტორია რა ხდება და დღეს რა არის, ხო პრობლემა. ამიტომ ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო დისკუსიას შევესწარი, მოკლედ ძალიან ესეთი რამდენი ფაქტია ასობით შემთხვევა არის თუ ათასობითო და ეხლა ძალიან საინტერესო ის გავიგე, რომ თურმე 1000-ზე მეტი პრეტენზია და საჩივარი არსებობს და მართალი გითხრათ მე მგონი ესეც ძალადობაა და გვაქვს უფლება ხო ამ ძალადობაზეც ვილაპარაკოთ ხო მე ვერ ხვდები ერთ რამეს რა როგორ შეიძლება აი ბატონ დავით თქვენმა ასე თქვათ რეპლიკამ დამოფიქრა მე რომ თქვენ თქვით რომ შეიძლება მინისტრმა იმის შესაძლოა არ ცოდნოდა აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა შესაძლოა რომ იმის არ ცოდნოდა სიტუაცია როდესაც ესე იგი ნუ აღარ გავემეორებ ქალბატონ ქეთის ნათქვამს იქ თქვა სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპული სტრუქტურები ადვოკატები ლაპარაკობდნენ სულ ხო ნუ შეიძლება ვიღაც ადვოკატი ცუდია და რაღაც მაგრამ ყველა ადვოკატი ხო არა ცუდი თითქმის ყველა ერთი და იგივეს ამბობდა მედიაში იწერებოდა ჟურნალისტური გამოძიებები კეთდებოდა ამის თაობაზე აქ არც აი გვერდით მყავს ადამიანები რომლებიც აკეთებდნენ ეგეთ გამოძიებებს ეხლა თუ მინისტრმა არ იცოდა და დაუშვებთ ამას მაშინ ნუ რასთან რა ადამიანთან უაქვს საქმე რომ ასეთი სიტუაცია თუ მინისტრმა არ იცოდა არ ვიცი რა ესე იგი არ მინდა ეხლა წავიდე შორს იმიტომ რომ უხერხულის შეიძლება რაღაცა ესეთ სიტყვები გამოვიყენოთ ხო და თუ იცოდა და არ გააკეთა ხო მაშინ გასაგებია რა დასკვნად შეიძლება გააკეთეს ეხლა პროკურატურაზე ცალკე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა თუ შეიძლება ბატონო ახლა ესე იგი აი თქვენ ბატონო ვთქვათ ბრძანეთ რომ არ იყო პროკურორი პროაქტიული და ეს იყო ცუდი
არა, საერთოდ აქ პროაქტიული თუ რა ტიპის აქტიური იყო, მე მაინტერესებს, თუ პროაქტიული, ნუ გასაგებია რაც ეს სიტყვა რას ნიშნავს, ნუ რაღაც პრევენცია ეძებს რაღაც წინას რაღაც, მაგრამ რამენაირი აქტიურობა ქონდა საერთოდ ეს პრო რომ მოვაცილოთ. არსებობს რამე კი, მაგრამ ნუ აი პროკურატურას ხო არის სისხლის სამართალი რაღაცები, ხა ამდენი ფაქტი დაიბეჭდა გაზეთებში, ტელევიზიით, ადვოკატები, ომბუდსმენი გამოდის, ომბუდსმენი ხო არ არის, ხა მიკერძოებული, ხო ყველა ომბუდსმენი მიკერძოებული ხო არ არის. კონკრეტული გვარები, კონკრეტული სახელები, კონკრეტული ამბები. ერთი ფაქტი მაინც იცით, ხა მე ნამდვილად არ ვიცი, რომ დასაჯეს რეალურად, ანდა ეხა სისტემურ ხასიათზე რო არის ლაპარაკი, ეხა ამაზეც გადავა, ეხა იცით, ჩვენ ერთსაც ვიტყვით და მოვჩები, სისტემური ხასიათი რა არის, იცით, როდესაც ლაპარაკობთ ორგანიზებულ დანაშაულზე, ვთქვათ და ეს ორგანიზებული დანაშაული არის რაღაც დონეზე. ესეც სისტემური ხასიათის არის, მაგრამ მე მაქვს სხვა ეჭვი რა. და მე მაქვს ეჭვი, რომ ეს იყო სისტემური ხასიათი გამომდინარე იქიდან, რომ მეთოდი დანაშაულთან ბრძოლის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს და სამართალდამცავების მოვალეობა მთავარია, ერთ-ერთი არის დანაშაულთან ბრძოლა, ხო? მეთოდი იყო ესეთი. აი მე ამის ეჭვი მაქვს, იმიტომ რომ ვერანაირად ვერ უშვებ, იცით რომ პროკურორმა არ იცოდა, არც ერთმა პროკურორმა არ იცოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცოდა, იუსტიციის სამინისტრომ არ იცოდა, არავინ არ იცოდა. შეუძლებელია ეს. და თუ ეს შეუძლებელია, მე ხომ მაქვს უფლება ვარაუდინო. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო მეთოდი, ეს იყო მიდგომა ხელისუფლების როგორ დაემარცხებინათ დანაშაული. ამაზე ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მე ვფიქრობ და ეს არის პოლიტიკური პრობლემა, აქედან გამომდინარე, ამიტომაც ჩდება სხვათა შორის მოთხოვნები, რომ ზოგადად ეს თუ პოლიტიკაა ესეთი, მთავრობის პასუხისმგებლობა დგება ზოგადად პოლიტიკური და არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც იყვნენ ორგანიზატორები. მე სხვანაირ ახსნას ვერ უპოვებ, თორე რა თქმა უნდა, ხა ქურდი ქუჩაში არ უნდა იყოს, პოლიტიკაში არ უნდა იყოს და ციხეში უნდა, ამაზე არავინ არ დაობს. უბრალოდ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ აშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, სადაც ვართ და გვინდა რომ ევროპასთან კონდეს ინტეგრაცია, მაშინ მეთოდები უნდა შევარჩიოთ. მეთოდი რა თქმა უნდა დანაშაულთან ბრძოლა, დემოკრატიული სამართლებრივი გზით არის ბევრად უფრო გრძელი, რთული გზა, დიდი ენერგია ჭირდება, მეტი დრო ჭირდება, მაგრამ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, მაშინ ასეთი გზით უნდა წავიდეთ და არა რევოლუციური ფორმებით, რომ სადაც დავიჭერთ დამნაშავეს, იქ უნდა მოვაჭროთ. გასაგებია, ბატონაშა, ბევრი შეკითხვა დაისვა, ახლა რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ აუცილებლად და შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება უპასუხოთ ყველა ამ შეკითხვას. დრო გვაქვს კიდევ საკმარისად, იმიტომ რომ იმისთვის რომ შევეხოთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამ კონტექსტში. რეკლამა და ბრუნდებით ცოტა ხანში ეთერში. ნაციონალური მოძრაობის ხელშეკრულება 4 ძირითადი ვალდებულებისგან შედგება. ჯანდაცვა, დასაქმება, სოფლის დახმარება და 1000-ლარიანი ვაუჩერი. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეც გვთავაზობთ. კალენდარს თუ რა ვადებში შესრულდება თითოეული ეს ვალდებულება. 90,000 ჰექტარი მიწა 2016 წელს თანამედროვე სისტემებით მოერწყება. 2013 წელს 3 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობა იქნება დაზღვეული. ჩვენ არა მარტო გვპირდებით, არამედ კონკრეტულ თარიღებს გვთავაზობთ. თვალიადევნეთ ქვეყნის პროგრესს, გააკონტროლეთ, როგორ ვასრულებთ დაპირებას. ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. ჩვენ გამოვიარეთ რთული წლები, ცილის სამება, მუქარა, მაგრამ თქვენი იდექი ჩვენს გვერდით. ამიტომ დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს მოძრაობას, ქართულ ქრისტიან დემოკრატიას წინ გადაეღობება იმ მიზნისათვის ბრძოლაში, რასაც ქვია ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის. მაჟორიტარი, რომელსაც თქვენ საბურთალოზე ირჩევთ, ანდრია ურუშაძე, შემოხაზე 5 და ჯანდაცვას, მეტდასაქმებას და ძლიერ სოფელს ნიშნავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს.
არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია. ეს გადამწყვეტი დღეა. თქვენ სამშობლოს 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე აუცილებლად ჭირდებით და აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. მოხვიდეთ და შემოხაზოთ 41 ქვეყნის ბედს წყვეთ თქვენ. საქართველოში დაცული იქნება ადამიანის ყველა უფლება. საქართველო გახდება თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა, ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი. ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით ამ ბრძოლაში და მხოლოდ ერთად რომით მოვიგებთ ამ ბრძოლას. ჩვენ გწავს და მტკიცეთ გჯერა, რომ ჩვენ ერთად შევხვდით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. მაჟორიტარი, რომელსაც თქვენ ჩუღურეთში ირჩევთ, ანდრო ალავიძე, შემოხაზე 5 და ჯანდაცვას, მეტდასაქმებას და ძლიერ სოფელს ნიშნავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. პირველად რეპლიკას გავაკეთებდი ბატონი ვანოს გამონათქვამზე, რომ დედები თავისუფლად უშვებენ სასეირნოდ ქუჩაში შვილებს. ზევიდან გვიყურებს ბატონი ვანოს მინისტრობის დროს მისი სპეცსამსახურებისგან ჩაცხრილული რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გირგვლიანის და 70 ახალგაზრდის სული ზევიდან იყურება. რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის, მას კრიმინალი მოუკლავს შვილს, თუ სპეცრაზმელი და პოლიციის მუშაკი. ასევე ზევიდან გვიყურებენ მიტინგებზე ჩახოცილი ადამიანების სულები. 26 მაისს რო ჩახოცა ბატონო ვანო თქვენმა სპეცრაზმა და მე მიცვალებულები თავისით რო ავიდნენ სახურებს და დენმა დაარჩათ. დიდად წავართმევთ, ღარიბს დაუბრუნებთ. ღმერთია ჩვენთან, ვიწყებთ. მაჟორიტარი, რომელსაც თქვენ ვაკეში ირჩევთ, გიორგი კარბელაშვილი, შემოხაზე 5 და ჯანდაცვას, მეტდასაქმებას და ძლიერ სოფელს ნიშნავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სკანდალური კადრების შესახებ ციხეებში არსებულ ვითარებაზე. რეკლამამდე ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით. ბატონოთარ, მოდი დავიწყოთ. ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა, რაც თქვენ დაგისვათ ბატონმა ლაშამ იყო ის, რომ ეს ჩაწერილი მაქვს, შემიძლია გავუყვე. შეიძლება მე ბატონოთავს ვთხოვ, რომ ზოგადი პოლიტიკური საკითხები იყო აქ და ვიტყვი და მე უშუალოდ კონკრეტულ ძიების საკითხებზე თქვენინება კი ბატონო გისმენთ კი ბატონო იცით რა აქ კითხვა დაისვა რომ რაშუაშია უდანაშაულობის პრეზუმპცია, რატო გახსენდება ცალმხრივად. მე არ მახსენდება ცალმხრივად უდანაშაულობის პრეზუმპცია. პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწენი მუდმივად საქართველოს წლების მანძილზე ერთმანეთს უყენებენ ბრალდებებს. მაგრამ აქ ლაპარაკი ამაზე არ არის. საჯარო ფიგურები ისეთ რამეებს კადრებენ ერთმანეთს, რაც არ უნდა იკადრონ, მაგრამ ნუ მაინც კადრებენ და ამის გამო არავინ არ ისჯება. საქმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეა. აი მანდარი უდანაშაულობის პრეზუმპცია საჭირო რომ მუშაობდეს და ძიება რომელიც ამ წამების და მართლა საშინელი დანაშაულის თუ რომელიმე თქვენთაგანს ღიმილის დროს გეჩვენებათ რომ ამ დანაშაულს ვინმე არ განიცდის და ეს ქვეყანა რომელშიც რაღაც წესრიგი დამყარდა რომელიც სრულიად უწესრიგო იყო მონსტრების მიერ იმართება ხო ნუ თქვენს ასე თქვა ცინდისზე იყოს ეს მაგრამ გეუბნებით რომ ნამდვილად განვიცდით იმას რაც მოხდა და ეს არის საშინელება და ყველა უნდა დაისაჯოს ბუნებრივია მაგრამ დაისაჯოს თუ კი თქვა თქვენ ითხოვთ რომ არ იყო ყველა დემოკრატიული პროცედურა ამ ქვეყანაში დამკვიდრებული თქვენც აჩვენეთ მაგალითი რა ალტერნატივად რა გინდათ და ამაზე მე უკვე პოლიტიკურ ოპონენტთან ამაქვს საქმე იმიტომ რომ მისგან ბევრი რამ გაგვიგონია მათ შორის ის რომ უსუფაშვილს ეუბნეოდა ცოტა ხნის წინ ეთერში 2009 წელს იგივე ვითარება იყო ხო რომ უსუფაშვილის ერთ-ერთი თანამოაზრებაში ირაკლი ალასანია ფულს იღებდა ლავროვისგან. ესეთი ბრალდებები იყო ხოლმე და ძალიან ბევრი სხვა და ამიტომ ნება მომეცით რომ მე ვერ გავერკვიო ვისთან ამაქვს საქმე პოლიტიკური ოპონენტის სახით, მაგრამ თქვენს კითხვებზე პასუხობ აბსოლუტურად გულწრფელად რომ მე თქვენთან ერთად მოვითხოვ რომ გამოძიება იყოს გამჭვირვალე და პროკურატურიდან ვინ როგორ აღმოჩნდება პასუხისმგებელი ამ გამოძიებამ აჩვენოს მათ შორის საზოგადოების მონაწილეობით მიმდინარე გამოძიება ეს არის თავარი ხო ეს ერთი ჩვენ რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე გვაქვს აღებული რომ კი ომბუდსმენიდან შემოდიოდა ეს მასალები და
ვრცელდებოდა და საჯარო იყო ესა და უნდა იცოდეთ, მე მგონი რომ ძირითადი განხილვები კომიტეტებზე ხდება და პარლამენტში უშუალო დარბაზში ხდებიან მაშინ ყველანი, როცა კენჭისყრაა. ბატონ დავით, აი როდესაც ამბობთ რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, რას გულისხმობ, რას გას ამ სიტყვების რომ სპეციალიზირებულ ორგანოებს და თქვენგან განსხვავებით გულისხმობ ზოგიერთ აქ მყოფს პროკურატურისადმი ნდობა გვაქვს, რა თქმა უნდა, პროკურატურაში ადამიანები არიან და შეიძლება მათ შორისაც აღმოჩნდეს საბოლოო ჯამში დამნაშავეც, მაგრამ სისტემისადმი გვაქვს ნდობა, იმიტომ რომ ამ სისტემამ პირველად საქართველოს ისტორიაში არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა წესრიგი ძალიან ბევრ სპეციფიკას როდესაც ამბობთ არა შეკითხვა მინდა ყველა საცლით საუბართ როდესაც ამბობთ რომ პროკურატურას გამოეპარა ამ ხელა ამბავი აი ნდობა ჩვენ დამამთავრებინეთ წერტილი უნდა დავსვა რომ ჩვენ ველოდებოდით და მოვითხოვდით პროკურატურისგან გამოძიებას ბუნებრივია თელ რიგ შეტყობინებებზე და ეხლა დამეთანხმებით მე მგონი რომ რაც არ უნდა საშინელი თქვათ ინფორმაცია მოდიოდეს ის არის გადასამოწმებელი პატიმრის ახლობელი ერთს ამბობს ხო თანამშრომელი მეორეს აუცილებლად უნდა სრულფასოვანი გამოძიება იყოს და არა ისე რომ ბატონის ოზარის სუბარის თელ რიგ ადგილებში მე წამიკითხავს ნამდვილად ხო პირდაპირ ფაქტად იყო ხოლმე გამოცხადებული რიგი დანაშაულები რომლის წყარო იყო მხოლოდ ერთი მხარე მე ამას ვითხოვდი რომ მოდი გამოვიძიოთ ეს არის შეტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებში წერია ყოველთვის რომ ეხლა ინგლისური სიტყვები ვხმარ რომ reportedly allegedly ანუ ამბობენ ეს უნდა გამოძიებული იქნა საბოლოო ჯამში ვის მიერ პროკურატურის მიერ რაღაცეები იძიებოდა და რაღაცეები არ იძიებოდა და ეხლა აღმოჩნდით ყველანი აი ამ სისტემური პრობლემის წინაშე რომელზეც რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ბატონო ჩემო რა მე ვიცი რომ თქვენ ასე ვთქვათ ფსიქოლოგიის საფარქვეშ გინდათ ხოლმე პოლიტიკური განცხადებების შეფუთვა ხო არა დავიცდი თქვენი თქვით მე ჩემსას ვიტყვი გასაგებია რომ თქვენ გინდათ თქვათ რომ როგორ გადაიქცა მთელი ხელისუფლება კაცებელ მწარმოებელს და ყველგან არის ძალადობა რაიმეში თუ კი პროკურატურა დანაშაულების ნაგავიდან თქვენ რომ ამოეყვანეთ ვინმეს ამაზე ხელისუფლების რაღაცა დადებითი პასუხისგებლობას ვერ ხედავთ? იქნება ესეც თქვათ და კი არის დიდი სისტემური ჩავარდნა, რაზეც ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ ჩავარდნაში მონაწილეა. ყველა ვინც გამოძიებით დადგინდება. შენი ნათქვამი და პროკურორიც. გამოძიებით დადგინდება. თუ დადგინდება რომ პროკურორია დამნაშავე, პროკურორი დაისჯება. თუ დადგინდება მინისტრია დამნაშავე, მინისტრი დაისჯება. თუ დადგინდება რომ პოლიტიკური პარტიის მათ შორის ოპოზიციის წევრი მართლა არის ჩართული ორგანიზებულ დანაშაულთან შეთქმულებაში დაისჯება აუცილებლად რა მინდოდა ერთი დიდ დროს არ წაგართმევთ უბრალოდ ერთ-ერთი ანგარიში და სწორედ ბოლო წლის ომბუდსმენის ანგარიში ასეთი რამ არის ნახსენები პატიმრები აღნიშნავენ რომ მათთან მისული საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები ან თავად ვარწმუნებენ რომ უმჯობესია უარი თქვა საჭივარზე ან შემოიფარგლებიან ქავრალური გასაუბრებით ეს წარმომადგენლები არიან ან შიდა საგამოძიებო დეპარტამენტის საჯარო ან პროკურატურის წარმომადგენლები სამწუხაროდ ეხლა ჩვენ ხო ასევე ვითით კი გეუბნებით თქვენ თუ ისოით სადიყავთ მაგრამ თქვენ ნუ გეშინიათ ჩვენ ვიყავით ანგარიშებსაც ვაფინანსებდით იმათაც ვაქვეყნებდით და ყველა უცხოურ ორგანიზაციას უგზავნიდით შედეგი რა იყო ეს არის თავად შედეგი იქნებ მომავალში იყოს სწორედაც რომ არის მიმართვის ხო და მაგალითად ამის გამოძიება და ჩვენს მიმართ არ გეგმავთ დაავალებთ ამ საქმის გამოძიებას იმიტომ რომ პროკურატურის წარმომადგენლები აშინებდნენ პატიმრებს და ეუბნებოდნენ მათ შორის ამაზე ქალბატონო უკან გაიტანეთ თქვენი საჭირო შეიძლება რომ მოვალ თქვენ ამ შედეგი ვერ იქნებოდა ამ პირობებში გასაგებია მაგრამ და თქვენით თუ შეიძლება ბატონო თან შეკითხვა კი მე ანუ ორივე წარმომადგენელთან იმიტომ რომ ალბათ მე ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორად მათ შორის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გადატანა აქცენტი იმაზე იყო თუ არა ეს უპასუხი თითქოს ეს იყო უპასუხისმგებლობა და მხოლოდ უპასუხისმგებლობით ანუ ეს ხო ყველამ ვიცით გასაგებია თვითონ აღიარებენ რომ როგორც მინიმუმ ეს იყო უპასუხისმგებლობა მაგრამ არ არის სწორი როდესაც ამაზე ვავიწროვებთ და ვავიწროვებთ მხოლოდ იმაზე რომ ვიღაცას რაღაცა უნდა სწოდნოდა და არ სწოდნოდა და აქედან გამომდინარე ვსვავთ კითხვებს ჩვენ თუ გვაქვს უნარი რომ ელემენტარული რაღაცები დავაკავშიროთ ერთმანეთთან და დასკვნა ისე გამოვიტანოთ მარტივად შეიძლება შევხედოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას რაზე იდგა სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ყველა დაკავებული თითქმის ყველა დაკავებული და ძალიან ხშირად უკანონოდ იღებდა აღმკოთ ღონისძიებად პატიმრობას
რას ნიშნავს, რომ ყველა აღმოჩნდებოდა ძალიან ბევრი ოთო, ძალიან ბევრი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ჩვენ ცოტა ხანში გამოვაქვეყნებთ კვლევას, ძალიან ბევრ შემთხვევაში სრულიად დაუსაბუთებლად. თუ კი სადმე იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, თუ კი სადმე იყო, ეს იყო აღმკვეთი ღონისძიებები და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ამოყოფდა თავს გლდანში და გლდანი იყო ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც ყველაზე არაადამიანური სასტიკი მოპყრობა იყო და სადაც ხდებოდა წამება. და პროკურატურა, რომელსაც ევალებოდა გამოძიება ოთო, შენ თქვი და თქვენ ამბობთ იმას, რომ არ შემოსულა საჩივრები უკაცრავად, მაგრამ ვის შეიტანდა საჩივარს, უარეს წამებას ექვემდებარებოდა ის ადამიანი. და ამაზე ძალიან ბევრი საუბრობდა, ძალიან რთულია, ეხა იდგე და ისმინო მშვიდად ის, რასაც თქვენ საუბრობთ. ძალიან რთულია მართლაც. იმიტომ რომ ეს იყო სისტემის ნაწილი. რატომ როგორ მივიღეთ ჩვენ 95% აღიარებითი ჩვენებები და 95% საპროცესო გარიგებები? ასე მივიღეთ. ადამიანები უკანონოდ ხდებოდნენ, იღებდნენ აღუკვეთ ღონისძიებად პატიმრობას, ხდებოდნენ გლდანში, გლდანში იყო ყველაფერზე თანახმა, იმიტომ რომ შემდეგ გამამართებელი განაჩენების პროცენტული მაჩვენებელი იყო 0.04% და აი ამ გლდანი იყო ძალიან გააზრებული, რგოლი და ჯაჭვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში. და თუ ეხლა მაინც დავივიწყოთ ის, ვერ დავივიწყებთ, მაგრამ თუ ეხლა მაინც მივალთ იქამდე, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება არის სრული კრახი და არის კოშმარი, რაც ხდება, იმიტომ რომ რეალურად დგას ამაზე, წამებებზე, ეს არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება საქართველოში და მივალთ იქამდე, რომ ეს უნდა გადაიხედოს და რაღაცა რეალურად უნდა მოხდეს, როგორც მინიმუმ ამის მოსმენას ველოდები მე თქვენ. შეიძლება რომ პასუხისმგებლობის გარეშე დარჩეს თავი ამ სიტუაციაში, რომელსაც ეკითხება არა მხოლოდ წამებაზე და არა იმ გამოუძიებლობაზე, არამედ აი ამ სისტემაზე, დანაშაულებრივ სისტემაზე, რომელსაც ქვია სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში. გასაგებია, გისმენთ. ალბათ ხა მაყურებელს არ ჭირდება იმის განმარტება, რომ ძალიან მცირე დრო მაქვს იმისთვის, რომ უპასუხო ყველაფერს, რაც აქ ითქვა და არაერთი საკითხი იქნა წამოჭრილი და მე ჩაწერილი მაქვს ყველაფერი და თუ არ გამოწყვეტინებთ, შევეცდები ყველაფერს გავცეთ. ცელიც ნუ იქნება, იმიტომ რომ სატელევიზიო ფორმატი. მე მგონი, ჩემი წინა ჩართვა საკმაოდ მოკლე იყო და ამოუწურა ეს საკითხი, რომელზეც ვსაუბრობ. პირველი მოგახსენებთ, რომ არასრულწლოვნის საქმეზე არაფერი არ მომხდარაო და დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც არასრულწლოვნის განყოფილებაში გახდათ და ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ, თუ არ ვშტები 2 დღის წინ. მეორე, მინდა გითხრათ, უპასუხო ნინია კაკაბაძის კითხვას, რას ნიშნავს სისტემური მარცხი და ის, რაზეც ნინია კაკაბაძე მილაპარაკა, რომ ციხის უფროსი იყო ქურდი და ციხის უფროსი მართავდა ციხეს იგივე მეთოდებით, აბსოლუტურად ვეთანხმები. ანუ არანაირი, აქ სიტუაციის შეფასებასთან მიმართებაში რაიმე ტიპის განსხვავება, რომ აი იქ რაც ხდებოდა, იყო კატასტროფა და მე ლაშა ტუღუშმა ისაუბრა, რომ როდესაც მინისტრმა არ იცის რა ხდება მის სისტემაში, ეს რას ნიშნავს? ჩემი შეფასებით, სწორედ ეს არის სისტემური მარცხი. როდესაც პატიმრებს ცემენ არამხოლოდ და იქ ბედუკიძემ თუ ბედუკაძემ განაცხადა, რომ ერთი ვიდეო არის ვინმე აკობიას გადაღებული, რომელშიც ჯგუფური ცემის ფაქტი არის დაფიქსირებული, ხოლო ყველა დანარჩენი ვიდეო არის მის მიერ გადაღებული. როდესაც დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ციხის უფროსი, განყოფილების უფროსი, მთელი სასჯელახსრულების დეპარტამენტი როცა ურტყამს პატიმარს, ეს არის სისტემური მარცხი და როცა ამის შესახებ მინისტრმა არ იცის და ვერ ახდენს ამის პრევენცირებას, ეს არის მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძველი. თუ გამოძიება დაადგენს და ნამდვილად მე ვერ გავაკეთებ წინასწარ შეფასებებს და როგორც დადასტურებულ ფაქტებს, ისე ვერ გავახმაურებ სხვადასხვა ინფორმაციას, მაგრამ დამოუკიდებელმა გამოძიებამ უნდა დადოს მასალები, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ მინისტრმა იცოდა და არაფერს არ აკეთებდა, ამ შემთხვევაში მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც სხვაგვარად შეიძლება დადგეს. ანუ ეს არის გამოძიების შესაფასება. როდესაც ხელისუფლება ამბობდა რომ წარმატებულია ეს რეფორმა რაც ციხეშია. რას ეყრდნობოდა ამ შემთხვევაში? რა მონაცემებს ეყრდნობოდა და რა ინფორმაცია? მე მოგახსენებთ. ეხლა მაგ თემაზე მინდა გადავიდე. ძალადობის სისტემაში რო ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მინდა აღვნიშნო, მე 90-იანი წლებიც ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს 2000-იანი წლების დასაწყისი, სადაც გლდანის ციხის კარანტინის დაშლა ხდებოდა ყველა სკოლაში, ყველა უნივერსიტეტში, ყველა უბანში, ყოველ შემთხვევაში თბილისში. როდესაც კანონიერი რადა ცემატყეპა, მუდმივი დაჩმორება ადამიანების, წართმევა სხვადასხვა ფასეულობების,
ქურდული წესებით მართვა უბნის სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ. როდესაც ისინი უკაცრავად ერთი წამით თუ შეიძლება მე ხოვეთ ის კარგი იყო ვინმე მგითხრა? უკაცრავად ერთი ვინმე მგითხრას კარგი იყო? ამასთან ბრძოლა იყო საჭირო. პროკურატურა ებრძოდა. თქვენ როდესაც ლაპარაკობთ შეიძლება ამითი არ უნდა ებრძოლა, მაგას ვიძიოთ ახლა. შეიძლება. მაგრამ ვიღაცას უნდა ებრძოლა, თქვენ მარტო ლაპარაკობთ. ბატონო რამას ძალიან გთხოვთ ხმას ნუაუწევთ. ძალიან არა, მოსაწილეად დაუწევთ. მესმის. ასაკი დიდი სხვაობაა საიმისოდ რომ მე თქვენ ანუ ის ძალადობა რომელიც არსებობდა და მათ შორის ციხეებშიც და როდესაც კანონიერი ქურდების დავალებით კლავდნენ პატიმრებს და ასე შემდეგ და ციხეებს მართავდნენ კანონიერი ქურდები შემდგომ მოხდა ამ კანონიერი ქურდების ჩანაცვლება ადმინისტრაციით როდესაც მოხდა მათი ჩანაცვლება და ეხლა აქ როდესაც ძალადობაზეა ლაპარაკი არსებობს ლეგიტიმური ძალადობა არის იმ პროპორციით გამოყენება ძალის რომელიც აუცილებელია რომ სასჯელი აღასრულო ყველას მათ შორის კანონიერ ქურდს უბადო თავისუფლება აღკვეთილებს რომელსაც ძალიან მძიმე დანაშაულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები ჩადენილი აქვთ უფლება რომ სასჯელი მოიხადონ ადამიანის ღირსების შესაფერის პირობებში თავისუფლების აღკვეთა გულისხმობს მხოლოდ მის იზოლაციას და არა მასზე რაღაც ფორმით შურისძიებას ის რომ ამგვარი სისტემა იყო სასჯელ აღსრულებაში ეს არის სწორედ სისტემური მარცხი მთლიანად ამ ყველაფრის ეხლა ამაზე რატომ მოელიან რაღაც ისეთი პათოსია თითქოს მოელიან რომ ვინმე ამის გამართლებას დაიწყებს ეს იყო კატასტროფა რაც მოხდა მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გამოვალთ ამ სიტუაციიდან ჩემთვის შეცდომა იყო ის რომ ამას არ მიექცა ყურადღება შეცდომა იყო ის რომ იმ სიგნალებს რომელსაც ვიღებდით არასამთავრობო სექტორიდან და საგაზეთო საშუალებებიდან სადაც უბრალოდ არანორმალური ისტორიები იწერება ასავალ-დასავალი, როდესაც არის ამ ვიღებდით ორგანული კანონით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს ბატონო ოთარ. კი ბატონო, გითანხმებით. მე ჩვენ ვიღებთ ესე იგი ბიუჯეტიდან ხელფას და ჭორებს ვავცეთ რეკომენდაციებს. მე სახალხო დამცველი მეორე მე ეს ორი ვიცი მეტი არის. ძალიან უკაცრავად, მაგრამ ჩვენ არ შემიძლია ამის მესმის, მაგრამ გავაგრძელებ. გეთანხმებით ესეც იყო, მაგრამ ეს ჭორებიც გამოიწვია იმან, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ აკეთებდნენ თავის საქმეს. ჭორები თავის უკაცრავად მესმის გადავალ ზუსტად მაგ საკითხზე. რაც შეეხება სახალხო დამცველისგან წამოსულ ინფორმაციას, აქ ითქვა იყო თუ არა ფაქტები, მომხდარა თუ არა გამოძიება. მომხდარა ორი პირი ქუთაისის ციხეში. ციხის ორად დიახ. თანამშრომლები იქნა დასჯილი და ეს არის შემთხვევა, როდესაც ეს მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ პროკურორები იყვნენ 333 მუხლით ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ეს ადამიანი იქნა სასტიკად ნაცემი, ეს თუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა. მაშინ დაისაჯა. ეხლა ძალიან რთულია ამ რეჟიმში საუბარი, უბრალოდ ყველასთან მექნება თხოვნა, რომ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი. და თქვენ შეგიძლიათ. მე მგონი ვლაპარაკობ, ხო? ჩვენი არგუმენტები უნდა შეაფასოს მაყურებელმა. მე მგონი გადაცემის არსი ამაში მდგომარეობს. და რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჩემთვის ის არგუმენტები, რომელსაც თქვენ ამბობთ, მაინც მოთმენით გისმენთ და იმიტომ რომ მე ჩემი არგუმენტები უნდა წარმოვადგინო. ეს არის ცივილიზებული დიალოგი და დებატები, ხო? მოგახსენებთ, რომ აი ეს ქუთაისის ამ ორი ფაქტის გამოძიებამ იქ გარკვეული შედეგი მოიტანა, მაგრამ გდანის ციხესთან მიმართებაში უნდა მომხდარიყო ამის აღქმა, რომ აი რახან არ შემოდის არანაირი საჩივრებით რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. ეს არ მოხდა, მაგრამ ეხა პროკურატურასთან მიმართებაში აქ რაღაც მოძალადე რეჟიმთან დაკავშირებით ითქვა და არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო, რომ იგივე მთავარი პროკურორის ბატონი მურთაზ ზოდელავას მთავარი პროკურორობის დროს საქართველოში ამოქმედდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის სისტემა, რომელიც არასრულწლოვანს იმისათვის რომ არ მოხდეს ციხეში, ხდება მისი გადამისამართება და სოციალური მუშაკი ზრუნავს მის რეაბილიტაციაზე, რომ არ შევიდეს არც დაწესებულებაში და არც ნასამართლობა ჰქონდეს. 200 არასრულწლოვანი არის განრიდებული. ასევე ამოქმედდა სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა, ანალოგიური მეთოდით, როდესაც ხდება მის პირის გადამისამართება და არც ამ შემთხვევაში არ შედის პირი დაწესებულებაში და არც ნასამართლობა აქვს. 1000-ზე მეტი პირი არის განრიდებული. ეს ლიბერალური მექანიზმები სწორედ
მურთაზ-დოდელავას პროკურორობის დროს გავაგრძელებ ძალიან გთხოვთ ბატონო ვახო მოკლედ თუ შეიძლება შეკითხვები გვაქვს მოკლედ ძალიან რთულია იმიტომ რომ ამ საკითხებს რომელიც დაისვა ხო პასუხისგაცემა ესაჭიროება შემდგომი თემა რომელიც აქვე უნდა აღინიშნოს ეს არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გააქტიურება პროკურატურაში შეიქმნა მოწმესა და დაზარალებულთან ურთიერთობის სპეციალური სამსახური რომელიც მოქალაქეებთან დამოკიდებულება ამან აიყვანა სხვა ხარისხზე რომ პროკურატურა გახადა სერვისზე ორიენტირებული პროკურატურა რომელიც ზრუნავს ადამიანზე რომ მას ნორმალურად ესაუბრონ რომ მისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანონ ეს ხო ესეთი სიტყვები არ არის კვლევები ჩატარდა რომელიც მიუთითებს რომ კმაყოფილების ძალიან მაღალი ხარისხია როდესაც ჩვენ უკაცრავად ჩვენ თავრჩები ისევ შეკითხვა მაქვს და მინდა ეს დავსვა ეს შეკითხვა ოდნავ გადავუხობ თუმცა ამ საკითხში ვრჩები იყო საუბარი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომ კადრები რომელიც ჩვენ ვნახეთ, ნაწილი თითქოს იყო დადგმული, ნაწილი ნამდვილად შეეფერებოდა. რა შეგიძლიათ ამის შესახებ გითხრათ? ამის შესახებ მინდა გითხრათ ორი რამ. პირველი, ის რომ თითქოს ვინმე გულთან ახლოს არ მიიტანა, ხარ მინდა პათეტიკაში გან ორი დღე საჭმელი არ მიჭამია ამ კადრების ნახვის მერე. და რაღაც მონსტრებად ჩვენი წარმოსახვა არ არის, ჩემი აზრით არ უნდა იყოს დამაჯერებელი საზოგადოებისათვის. ეს ნამდვილად არ ვიცოდით და ამაზე მოვახდინეთ მომენტალური რეაგირება და სისტემის ხელმძღვანელად შემდგომ დაინიშნა ადამიანი, რომელზე უკეთესი პროფესიონალიც ამ საქმეში ალბათ არავის არ გვეგულება, ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა პრობლემებია და ზუსტად იცის ამ პრობლემების მოგვარების გზები. ჩემთვის პირადად იმ პირებისგან განსხვავებით, ვინც მაისიდან მოყოლებული ამ კადრებს ინახავდა სიურპრიზისთვის, რომ არჩევნებზე გამოეყენებინა ვიღაც ადამიანების პიროვნული ტრაგედია და შემდგომ ინახავდა ეს ერთი მორალური არა ამ კადრებში რომელიმე დადგმული ბატონო ეს ამ კადრებში გაიხსენეთ პრეზუმპცია ამაში მდგომარეობს ჩემი შეკითხვა არის მაგრამ აღნიშნეს თვითონ მათვე დაადასტურეს ბატონმა ნუკრი კანთარია მაგალითად ეკაკვესტატესთან თქვა რომ ამ კადრების გამჟღავნება ჯობდა სწორედ არჩევნების წინ იმიტომ რომ ამას მაგრამ ეს კადრები ხომ ნუკრი კანთარიას არ ქონდა ბატონო ერთი წამით იყო თუ არა ჩემი შეკითხვა მდგომარეობს ამაში იყო თუ არა რაიმე კადრები იქ დადგმული ამ შეკითხვაზე მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით გამოძიებამ უნდა დაადგინოს რომელი კადრი იყო დადგმული რომელი სპეციალური ბედუკიძის განცხადებით ვიცით რომ ყველა კადრი გარდა იმისა სადაც ჯგუფური ცემა არის ასახული გადაღებულია მის მიერ ეხლა ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გითხრა ნინო შენ ამ შემთხვევაში როდესაც ლოგიკასთან დაკავშირებით აღნიშნე რომ წარმოედგინეთ რომ ბედუკიძე იღებდა ამ ყველაფერს და აწამებდა ადამიანებს გამიზნულად ამის შესახებ იცოდა მისმა ხელმძღვანელობამ და შემდგომ იგი სამსახურიდან გაუშვეს. მთელი ამ ჩანაწერებით, მთელი ამ მასალებით უთხრეს რომ წაბრძანდი დაისვენე, ესე იგი, შეგიძლია სამსახურში არ მოხვიდე. ეს ლოგიკურია? ანუ ეს ჩემი აზრით, ალბათ მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მე ეს ლოგიკურად არ მეჩვენებ. ეხლა რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ვიღაცეები, მე არ მინდა ამ თემებზე ვისაუბრო. ვიღაცეები რომ დარბიან აქ ცოცხებით და იმ პატიმრის ღირსებას კიდევ უფრო მეტად აკნინებენ და ბოლომდე აბიჯებენ ზემოდან. განაცვლად იმისა, რომ ბატონო, ნათქვამი იყო, რომ რამდენიმე ოპოზიციონერმა თქვა, ახსენა ცოცხი და ლაპარაკი მინიშნება იყო იმაზე, რომ რაღაც შეიძლება ყოფილიყო იქ დადგმული. ამაზე ადამიანის ღირსების შელახვა რითაც ხდება, ადამიანის დამცირება, მისი წამება, არადან მოპყრობა, ამის ფრიალი და ამის რაღაცა მერე ძალადობრივი მოწოდებები, არ მგონია, რომ ეს წესიერი საქციელი იყოს. ეს ჩემი შეფასებაა. რაც შეეხება სისტემის გამოძიების ფაქტებს. ქალბატონო ქეთი, პროკურატურა არა, შიდა საგამოძიებო სამსახურები იყვნენ. პროკურატურაში ზუსტად ეს იყო პრობლემა, რომ ზუსტად ეს იყო პრობლემა, რომ დახურული სისტემა. სასჯელ აღსრულების სისტემა იყო დახურული სისტემა. დახურულ სისტემაში მუშაობას უნდა თავისი სპეციფიური ცოდნა. ამიტომ თქვი, რომ სპეციალური რანაყოფი, სპეციალური სამსახური არ უნდა არა, მე მგონი ძალიან ბევრმა თქვით, მე ჩავივლი ორი საკითხით ამ შესაძლებლობა არა, იცით რა, გამომძიებელმა იმდენი მაინც ხო უნდა იცოდეს, რაც არ უნდა დახურულ სისტემაში შედის, რომ თანამშრომელთან ერთად არ უნდა დაკითხოს დაზარალებული. ეხლა მაგას მე მგონი არ ჭირდება დიდი არ გამიგოთ ისე, რომ მე უარყოფ იმას, რომ ჩვენ უკაცრავად მე ვამბობ იმას, რომ გამოძიებამ კარგად იმუშავა, პროკურატურამ კარგად იმუშავა, თავი გაართვა. კარგი, გასაგებია შეკითხვებია დარბაზიდან. მოკლედ ოთარ, უკვე ხუთზე მეტია თქვენ საუბრობთ. ძალიან რთულია, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებით ძალიან ბევრი ადამიანისგან არის
არა ის რომ ვიღაცამ შეინახოს კადრები, არა მომენტალურად მოხდეს ამ ყველაფრის დასრულება. ეს ყველაფერი დასრულდა. შემდგომი ნაბიჯები ეს არის პირველ რიგში ყველა იმ პატიმრის, რომელიც დაექვემდებარა წამებას და არადამიონ მოპყრობას, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. მეორე ნაბიჯი ეს არის საგამოძიებო დამოუკიდებელი კომისიის შექმნა, რომელიც პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც აქ დაისვა. მე ხო ვერ გავცემ პასუხს, მე ხო არა ვარ. უგაცრავად გავაგრძელებ მეორე კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია ეს არა იმაზე გლოვა ძალიან მძიმე კადრების მიუხედავად, არამედ გამოსავლის ძიებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. არის თუ არა ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა და რომელიც გაცხადდა რეალური, ამასთანავე ციხეები უნდა იყოს გამჭვირვალე და მასში საზოგადოებრივი მონიტორინგის ეფექტური საშუალებები უნდა იყოს დამკვიდრებული, კი ბატონო, ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ციხე ორიენტირებული იყოს არა მხოლოდ პირის იზოლაციაზე, ასე ვთქვათ, არამედ მის რესოციალიზაციაზე, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის საკითხები გამოძიებასთან ერთად, რომელიც რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ბატონი ანდრო მართლაც დიდი ხანი არ არის უშუალოდ ამ თანამდებობაზე, მისი ბრალი მართლაც ანდრომეთი ბატონი ოთარი და მას არავინ არაფერს არ აბრალებს, მაგრამ ძალიან საინტერესო პასუხს გხსენდით, მაგრამ გადახვედით იმ წუთშივე პოლიტიკურ ტონალობაში, რაც თქვენ ამ შემთხვევაში მე მგონი არ უნდა გააკეთოთ. საერთოდ გამოუც ახლა ჩვენ ყველანი აღორდობილები ჩავართ, მაგრამ რატომ? მე არ მესმის როგორ შეიძლება ამის შედარება, ესე იგი ორგანიზებული სადიზმის ციხეებში, ერთი მხრივ, თუ როგორც აღმოჩნდა რამოდენიმე წლის მანძილზე, ის რაც ანგარიშებშიც კი არ ჩანდა და მეორე მხრივ ამ ამბის გამოტანა. მე როგორც მოქალაქეს არ მაინტერესებს ეს ამბავი გამოიტანეს უფასოდ, გაყიდეს, თუნდაც ვიღაცამ გადაიხადა თუ არა. განა ეს უფრო მნიშვნელოვანია. თუ ის არის რომ აწყობილი იყოს სისტემა ჯგუფური სადიზმისა წლების მანძილზე ციხეში. იმის ნაცვლად რომ ყველას ქონდეს რომ კიდე კარგი, ეხლა მაინც გავიგეთ ყველა დეტალი. ეხლა ერთად მივხედოთ. ეხლა უკვე იწყება პოლიტიკური ისაც ჩვენ სხვა ჩვენს აგზნომების უმეტესობას არ გვეხება. ჩვენ არ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში ეს ორი პარტია ერთმანეთს როგორ ებრძვის. მაგრამ ძალიან თქო სიამაყით ნუ გვესაუბრებით იმაზე, რომ ერთი მინისტრი თან თავისით გადადგა. ეს არ არის საამაყო. არც კი მოგიხსნიათ თქვენ არც ერთი მინისტრი, არც პროკურორი მოგიხსნიათ და თუ მართლა უნდა გვინდა ვიფიქროთ მოგვარებაზე, დავიწყოთ ამითი. აქა ვართ ჩვენ არა ვართ ჩასაფრებულები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელსაც გვინდა რომ ბოლოს და ბოლოს ერთხელაც ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. ბაშა. ამბავი გინდა. მიკროფონში თუ შეიძლება. გასაგებად უნდა ითქვა. კითხვა მაქვს და წიე კომენტარსაც გავაკეთებ. დაკითხეთ ახალაია და კალმახელიძე. ეს შეკითხვა დავშვი არ დავგიბრებთ. ესე იგი თქვენ გონივრული ეჭვიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ გონივრული ეჭვი არ გაგიჩნდათ მას შემდეგ რაც ითქვა რომ არსებობს მასალები სეიფში ჩაკეტილი. რას ნიშნავს თქვენ აქამდე არ დაკითხეთ ყოფილი მინისტრები მართლა მიკვირს და თქვენ გინდათ, აი ბატონოთა, მართლა გეკითხებით სერიოზულად რა. თქვენ გინდათ რომ საზოგადოება ამის შემდეგ, აი მარტო ამ ფაქტის შემდეგ ენდოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, როდესაც არსებობს ფაქტია, არსებობს დოკუმენტები და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, უფრო დიდი ნაწილი დოკუმენტების აქვთ ამ კონკრეტულ ადამიანებს და თქვენ თავში აზრიც კი არ მოგდით, რომ დაკითხოთ ის ხალხი. ხა ამის შემდეგ ამბობთ გამოძიებაზე, რაღაცა პროკურატურის რეფორმაზე, რა თქმა უნდა მოხდეს რეფორმა, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ გინდათ ამ რეფორმის გაკეთება ადამიანებს, რომელსაც ესეთი რეაქციები გაქვთ, ასეთი ამბის მერე, ნახეთ რა ხდება ქუჩებში. თქვენ ხო არ გონიათ რომ ყველა ვინც ახლა აპროტესტებს მაინდამაინც რომელიღაცა პოლიტიკური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობს, მთელი საქართველო არის აღშფოთებული. ამას ვკითხულობ, იცით, თქვენ ამიტომაც არის ლოგიკური რომ მე თქვენს ადგილას, აი ხელისუფლება ახლა ბატონ დავითს მინდა მიმართო რა. როგორ იტანთ ახლა თქვენს გვერდით, მე პირდაპირ გეკითხებით. ასე ვთქვათ ნაწილს რა, პროკურორს რომელიც ვერ ხედავდა თურმე ათასობით პრობლემას, მინისტრს, რომელსაც ევალებოდა ასევე ზემოთარი, ხო ამ პროკურატურას როგორ უყურებთ ამას ესე მარტივად? მე მაინტერესებს უცბად რა. ეს რო გააკეთოთ რაღაც ადეკვატურობა, ხო შეიძლება. ეხა ის გადადგომაზე რო ლაპარაკობთ, ბოდის გიხდით, მაგრამ ეს რა თვითნებურად ხა ვინ ფიქრობს ეხა მაგას, რომ თავისით გადადგნენ თვითონ რა ამბავი იყო ქალაქში.
ხო და ლოგიკური იყო, ეს იყო ზეწოლის შედეგი. კი ბატონო, რომ გადადგნენ, სწორია, მაგრამ ეხა ესე არ არის, რომ არაფერი არ ხდებოდა და თვითონ კეთილინება მაგათ რომ გამოევლინათ, მაშინ ამ საქმეებს უცოტა რაღაცას ყურადღებას მიაქცევდნენ რა. და გამოვიდოდნენ და რაღაცებს იტყოდნენ რა და კიდე ბევრ ამას იტყოდნენ რა. და ბოდიშს მოიხდიდნენ კიდე სხვა და ის რეაქციები რაც ქალბატონ კალმახელიძეს ჰქონდა ბოდიში რა თავიდან რომ რაღაცას იძახდა რა არასერიოზულია ვითომ არაფერი არ ხდებოდა ეს არის ადეკვატურობა ეხლა მაინც არ მოხდეთ ეს სიტუაცია და ადეკვატური პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღეთ ამ ხალხთან დაკავშირებითაც მით უფრო რომ მთელი ქვეყანა ამას გექნება ხო საშუალება გექნებათ აუცილებლად საშუალება ნინო გისმენთ ორი საკითხი მინდა წამოვწიო ერთი ძალიან დაკნინებულია სასამართლოს როლი თელ ამ უბედურებაში და ამ ვიდეოების თუნდაც რომ იქმნებოდა აი თან უნდა თქვა წინასწარი დაკავების უაზრო დიდი რიცხვი შეფარდებების ხო როცა ადამიანი ჯერ არ არის დადგენილი რომ დამნაშავეა და მაინც წინასწარ პატიმრობას უსჯიან რატო იმიტომ რომ მარტივად გასამართლეთ იმიტომ რომ იქ მართლა როგორც ფაქტორი არის ეს წამება და იმ წუთას დებს აღიარებით ჩვენებას და მალევე ადვილად სამართლდება სასამართლოს როლი არის ძალიან დიდი ერთი საქმე მინდა გავიხსენო სტრასბურგის ნიკოლეიშვილის საქართველოს წინააღმდეგ სადაც სტრასბურგის სასამართლომ ჩაწერა ძალიან დიდი სამარცხვინო ფრაზა ქართველი მოსამართლეების საყურადღებოდ რომ ესენიო ქართველი მოსამართლეები იყენებენ შაბლონებსო და ისე უფარდებენო წინასწარ დაკავებასო არანაირი განხილვა რო ამ ადამიანს მოცემულს მართლა ეკუთვნის თუ არა მართლა გაიქცევა თუ არა მართლა შეუშლის თუ არა მართლმსაჯულებას ხელს ამის განხილვა არ დგება არცებობს რაღაცა კანონიდან ამოღებული შაბლონი პირდაპირ ჩასვამენ და იტყვიან რომ იტყვიან რომ წავიდეს წინასწარი პატიმრობისთვის წირავენ გაწირვა ნიშნავს წინასწარ პატიმრობაში ადამიანის გაშვება იმიტომ რომ გლდანში მოხვედრილი ადამიანი არც კი ახსოვს და არც კი აინტერესებს მართალია თუ არა ხელს იღებს რაიმის მტკიცებაზე შემდგომ მტკიცებაზე მეორე საკითხიც მინდა რომ თქვა აი ბატონო დავით არ გეჩვენებათ თქვენ რომ ამ ყველაფრის თავი და თავი არის უდიდესი ჩაკეტილობა ამ სისტემის. მესმის რომ ციხე დახურული უნდა იყოს. აბა მას ახლა განა ვერ ხვდები რით გასხოვდება სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა ალექსანდროვის ბაღისგან ციხე, მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა აი ხომ არსებობდა მონიტორინგის საბჭო, საზოგადოებრივი კონტროლი, რაღაცნაირად ჟურნალისტების შეშვება. სააკაშვილი როცა იუსტიციის მინისტრი იყო, ჩვენ შევდიოდით და ინტერვიუებს ვიღებდით, როდესაც გასულია გამოძიების ინტერესი, უკვე მსგავსი პატიმრებისგან. ამ საკითხში რატო არ გვიჭერთ მხარს? ან თუნდაც აი დღეს არ გეჩვენებათ რომ მსგავსი ჩაკეტილობა არის თავდაცვის სამინისტროში და ჩვენ შეიძლება ხვალ გავიგოთ და უი გამოგვეპარა დასაგებია ბატონ დავით. თქვენ არ გინდათ რომ ხარი დაგვიჭიროთ რომ თავდაცვის სისტემა ეხლა ამის მაგალითზე დასაგებია ნინო გისმენთ. მე უბრალოდ არ მესმის რატოსო ვკითხავს ასე რომ არ გიჭერთ მხარს მონიტორინგის არა არ გიჭერთ როგორ აი რატომ არ ინიციატივით რატომ არ გამოდიხართ თქვენ თვითონაც პასუხი სხვათა შორის თუ შეიძლება გავიგე სხვათა შორის იგივე შეფასებებით მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მხრიდანაც თუ მისი ვთქვათ ინფორმაციებით ხო სწორედ ახალაიას დროს უფრო ეფექტურად მუშაობდა მონიტორინგის სამსახური ვიდრე აღმოჩნდა ბოლოსკენ იმიტომ რომ ნელ-ნელა ეს სამსახურიც მოიშალა და ნამდვილად სააკაშვილის რა თუ შეიძლება მალაპარაკეთ თუ თქვენ გინდათ მიტინგი აქ თუ თქვენ აქ მიტინგი გინდათ ხო მიტინგის ადგილი სხვაგან არის და ძალიან დამამთავრებელი საუბარი დამამთავრებინათ მე არ ვიცი თქვენ ვინ ახართ იმიტომ რომ მე არ მქონია თქვენთან შეხება არ მქონია და ერთი წუთით მე ჩემსას ვიტყვი და თქვენი თქვით თქვენს დროზე რომ გაგაცნობთ დამცველის არც ერთ ანგარიში არც ერთ ახალაია და მე როდიში მე არ ვიცი სახალხო დამცველის აპარატში სახალხო დამცველის აპარატში ანდალები აღარ არის ადამიანებისთვის აზრის გამოთქმის საშუალებას პატივს ცემენ თუ არა აზრის გამოთქმის უფლებას ხო შეურაცხყოფაზე გადავიდეთ? არა? ერთი წუთით თუ შეიძლება გაუგებარი ალბათ ნინოს ველაპარაკები და თქვენც გიპასუხებთ უბრალოდ მაცალეთ პასუხი. შეიძლება შეგეშალოთ და გისწორებთ რომ ასეთი რამ ანგარიშებში კარგით უკაცრავად მოგცემ შემდეგ დროს და უპასუხებ ბატონ დავით. მე მესმის რომ თქვენ მიგაჩნიათ რომ მარტო პროკურატურაში შეიძლება იყოს შეცდომები და სახალხო დამცველის აპარატში თუ მის საქმიანობაში შეცდომა გამორიცხულია. როგორ გეკადრებათ არ არის გამორიცხული? ისევ მეორე აბსოლუტურად გიჭერთ მხარს. რომ მონიტორინგის სამსახური იყოს ეფექტური.
თუ არ იყო ეს ეფექტური, რა თქმა უნდა არის პასუხისმგებლობა არა მარტო იმათი, ვინც აგებდა ამაზე პასუხს, უშუალოდ თანამდებობრივად, არამედ ყველას მთელი პოლიტიკური სისტემის. აკრძალა და დაავიწრობა მხოლოდ სახალხო დამცველის სამსახურზე. ეს კანონი არის, ბატონო დავით. თქვენ ედავებით სახალხო დამცველს, რომელსაც ძალიან შეზღუდული რესურსებით დღე და ღამე უწევდა მუშაობა იმისთვის, რომ მონიტორინგი გააკეთოს. ისედაც უმრავლესობაში ხართ. მე წარმოვიდგენია ახლა პარლამენტის პასუხისმგებლობა იყო, რომ თქვენ აკრძალეთ ყველანაირი ალტერნატიული მონიტორინგი და არა სახალხო დამცველს. ნამდვილად არ მგონია რომ ქვეყანაში სასაცილოდ იყოს საქმე რა. ხოდა ირონიზირებას არა აქ ადგილი. მაგის დროც არა. კი ბატონო გააკეთეთ, მაგრამ მე არ მეძლევა ახლა საშუალება რომ ბოდიშვიხტი ყველასთან, მაგრამ ვაცადოთ პასუხი. უკაცრავად, მე მგონი არასწორად ისმება საკითხი. ესე იგი, მივდივართ იმ კუთხით, რომ ჩვენ არ გვაქვს არ გქონდა ინფორმაცია, იმიტომ რომ მონიტორინგის სამსახური არ არსებობდა. უკაცრავად, მაგრამ ინფორმაცია გქონდათ ყველას. საბატონო ბოდიშვიხტი, მართლა ბევრი შეკითხვა დაისვა, უნდა ასე არ შეიძლება. თქვენ დამოუკიდებელი ბრძანებით. ბოდის საზოგადოებრივი მხრიდან. უკეთესი, მაგრამ იმას ნუიტყვით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშებიდან ვინმეს ინფორმაცია არ უნდა. გასაგებია, მივცეთ საშუალება უპასუხო ბოდიშვიხტი. ასე არ გამოვა არაფერი. ბატონო, თქვენი სახელიც არ ვიცი რა. მაპატი. ერთად ვიმუშაოთ. ბოდიში, თქვენი სახელი ბოდიში, ქალბატონი ნათია. ბატონო ნათია, მოგესმინათ რა, მე ვთქვი საზოგადოებრივი მონიტორინგის სამსახურზე, რომელიც ახალაიას დროს მუშაობდა და მე ნელ-ნელა დაიშალა. აი ესეთი მაქვს მე ინფორმაცია და გადამოწმდეს და გამოძიების პროცესში ყველაფერი ყველა სისტემურ საკითხებზეც ითქვას. ამის წინააღმდეგი არა ვარ და ეს სამსახური რომ ეფექტიანი იყოს, რომ მკითხეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით. თავდაცვაში. თავდაცვაში გაიცნოს რაღაცნაირად. ძალიან ჩაკეტილი სისტემა და ჩვენ არ ვიმეორებ და მომეცით უფლება ჩემი აზრი მქონდეს, რომ ამ ქვეყანაში როგორც დანაშაული არის ახსაკვეთი ქალბატონმა ქეთიმ თქვა ხუციშვილმა, რომ როგორ შეიძლება დავაყენოთ ერთ სიფტყეზე ის თუ თქვა რა შუაშია კანონიერი ქურდები, რა შუაშია ინფორმაციის რამდენიმე თვით დამალვა, აქ ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტულ სადისტურ ფაქტზე, ნამდვილად ვლაპარაკობთ იმ სადისტურ ფაქტზე, რომელიც სამართალდამცველებმა ამ შემთხვევაში პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებმა ჩაიდინეს, მათ შორის მაღალი რანგის. და ეს არის პრობლემა. მაგრამ თუ სისტემურად შევხედავთ, ხო, როგორც ეს არის ახსაკვეთი, ისევე არის თანამონაწილეობის მომენტები ახსაკვეთი. მათ შორის ინფორმაციის დამალვა პოლიტიკური მიზნებისათვის თუ კი ასეთ სადგილი ჰქონდა, ესეთ ძიების საკითხი არის. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი მალავს ინფორმაციას რამდენიმე თვე, ეს ნიშნავს რომ ის რამდენიმე თვე წამება გაგრძელდება, ხო? ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია ერთი მეორესთან. და ასევე ამ ქვეყანაში აუცილებლად საბრძოლველია ორგანიზებულ დანაშაულთანაც მაპატიეთ ვიტყვიერთ და მეც აღარ გეტყვით სხვა აზრი თუ გააქვთ, მაგრამ გეტყვით რომ მე მგონია რომ თუ კი ჩვენ დავბრუნდებით იმ პერიოდში, როდესაც პროკურატურას აღარ შეეძლება ფუნქციონირება ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, თუ კი აღარ ვილაპარაკებთ ორგანიზებულ დანაშაულზე, ხო? ის ძალადობის ფაქტები როგორც 90-იან წლებში იყო მთელს ქვეყანაში მოდებული, ასევე მოედება და მე როგორ ებმის ეს ორი საკითხი ერთმანეთს ბატონ დავით ამასთანაც არის საბრძოლველი ბატონ დავით ეს ორგანიზებული დანაშაული ერთი მხრივ და მეორე მხრივ რაზეც თქვენ ლაპარაკობ და მეორე მხრივ გვაქვს პატიმრების წამების ფაქტები ამ ორ საკითხს ორგანიზებული დანაშაული როგორ უკავშირებთ ამ ორ ფაქტს ერთმანეთს მე გეუბნებით რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველაფერზე მშვიდობაზე როგორც ქუჩებში ისეთ ციხეებში ამ სახელმწიფომ მოახერხა მშვიდობის დამყარება ქუჩებში, მაგრამ ვერ მოახერხა მშვიდობის დამყარება ციხეებში, ანუ იქ ახალი მოძალადეები გაჩნდნენ. დრაკონს ებრძოდა რაინდი და მერე გადაიქცა დრაკონად. ესეთი არსებობს ეგეთი ფენომენი, ცოტა მეტაფორული და ხატოვანი და ამის მომსწრენი გავხდით და ეხლა ეს ყოფილი რაინდებიც რა თქმა უნდა დასასჯელები არიან და ვინც გამოიკვეთება ისიც არის ყოფილი რაინდები, ბადრაგები არიან, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი წუთით რა, ციხის უფროსი არ არის პატარა და ხელწამოსაკრავი თანამდებობა. გამოძიება, რომელშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების წარმომადგენლებმა, მაგრამ სისტემურად, კონკრეტულად და არა მიტინგებით და არა უცოდინრობით, ხო? უნდა დაადგინოს ეს ციხის უფროსის მიღმა კიდევ სად მიდის. აი ამაზეა მეტი არასოდეს. მართლა არ ვაპირებ ახლა არც ამ ხატრულ განათქმებზე და მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი, არანაირ პოლიტიკურ დებატებში ჩაბმას არ ვაპირებ ამ შემთხვევაში. უბრალოდ, როცა ლაპარაკია და ბატონი დარჩიაშვილი ბრძანებს, რომ ორი მხარეა აქეთ ვიღაცა საზიზღრები, კანონიერი ქურდები, პატიმრები და აქეთ რაინდები, რომლებიც ნელ-ნელა დრაკონად იქცევენ, მაგრამ რომელს დაუჯეროთ ხო გამოძიება. მე მგონი სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ არიან არც ის რაინდები, არც ის
ვიღაცები დამნაშავეები, ხო? როდესაც სამი წარმომადგენელი, მათ შორის ერთ-ერთი დღეს, მე მგონი გადავიდა იმავე სისტემაში. გიორგი მშვენიარაძე, რატო არ დაკითხეს? აი 13 სექტემბერს. ამონარიდია მოხსენებიდან. 13 სექტემბერს 2006 წელს, 15 სექტემბერს და მე კიდე 28 ოქტომბერს აღარც მახსოვდა რომ მე 13 იყო. აღმოაჩინეს ამ ადამიანებმა სამმა ერთად 5 პატიმარი წურწუმია, ბუთხუზი, ქეცბაია, გეგენავა, ოვაკინიანი, რომლებიც ზოგი 3 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი 16 დღის განმავლობაში, ერთი 10 დღის განმავლობაში აბსოლუტურად შიშველი ყავდათ კარცერში. 28 ოქტომბერს მე მგონი საკმაოდ ცივად ან რუსთავში სადაც სხვანაირი ჰავაა, ხო, მკვეთრად კონტინენტური წამებაა ეს, ხო, ღირსების შემლახავი მოყრობა. რატო არ დაიკითხნენ ეს ადამიანები? ესენიც ისინი ხო არ არიან, ვინც რომ ერთი მხარესაც და მეორე მხარე. აქ ხო ლაპარაკია იმაზე, რომ სამი წარმომადგენელი, ვისაც საჯარო მოხელე, მაგალითად საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, ვისაც ევალებათ მონიტორინგი იღებენ, ხელფასს სწორედ ამ მონიტორინგში ამბობენ. კონსტიტუციური თანამდებობის პირი შედის პარლამენტში ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ამ ფაქტს ახსენებს. პასუხად რას ვიღებდი? მისი კოლეგა ბატონი დავითის კოლეგა, რა ქვია ეს, გამყალბებელი რო იყო მთავარი არჩევნების დამოუკიდებლად გვარი ხალბატონი. ბატონო? ფედარიანი. არა. ხოდა შევარდნაძის დროიდან და მე რიგებშია მე. ხო, გამოდის და რატომ ახსენებ ერთსა და იმავე ფაქტს ორჯერ, ხუთჯერ? და დაისაჯა იმ ერთხელ, გამოიძიეთ იმ ერთხელ. ყოველ მოხსენებაზე ბატონებად, კი, თქვენს ფაქტს. მე პირველ რიგში ესე იგი ჩემი საუბრის შემდეგ რაც მოყვა იმას მინდა გავცე პასუხი. ბატონ გაშას ვერ დავეთანხმები იმაზე რომ მე გავაკეთე ისტორიული წიაღსვლები. მე შუა საუკუნეებიდან არ დამიწყია 10-15 წელი ეს არის უახლოესი ისტორია, რაც აქ ყოფების უდიდეს ნაწილს აქტიურად გვახსოვს. და ჩვენ თავზე გაიარა ყველაფერი. მეორე რაც შეეხება იმას, ეს არის შემთხვევა, მე ვიტყოდი იშვიათი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებამ აღიარა თავისი დანაშაული, ასე ვთქვათ, ეს შეცდომა და ხელები აწია. როდესაც ადამიანს ცემენ და ურტყავენ და რაღაც დანაშაულზე, ის როდესაც აღიარებს ამას და ცემას განაგრძელებს, არც მანამდე არის ცემასორი, არც მე ხო, მე ყოველგვარი ძალადობის მოწინააღმდეგე ვარ ამ შემთხვევაში. არაფრის გამართლება არ მინდა, მაგრამ ეს ორმაგი დანაშაული რაღაც ისი არის აკრეფილი არასამთავრობო სექტორიც, ყოფილი სახალხო დამცველი ამჟამად პოლიტიკური ერთ-ერთი ორგანიზაციის ლიდერი, ისა თავკაცი თქვა ხო, მაჟორიტარობის დეპუტატი და დანარჩენი ყველა რომ აი ვეღარ ჩერდება ასე შთაბეჭდილება მაქვს. ხელისუფლება რომელიც ამბობს რომ იყო სისტემური მარცხი, რომელიც ამბობს რომ უნდა იქნეს შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, უნდა გამოძიებული იქნას. ეხლა კიდევ აი ამის აჟიტირება, ამის ასე თქვა ისეთ აყვანა ზენიტში რომ თქვა აი ეს რა მოხდა, ვიცით რომ მოხდა, ყველაზე უბედური არის და ცუდი არის ის რომ ვიცოდით რაც ხდებოდა. მე დარწმუნებული ვარ ამ გამოძიების პროცესში იქნება საშუალება და გამოჩნდება ისეთი ფაქტები, რომლებიც თურმე ბევრი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ის კადრები იყო და ვიდრე აქ არის დადებული, უბრალოდ ამის საშუალება მიეცემა იმ სტრუქტურას, რომელმაც ეს უნდა გამოიძიოს. ბატონო, შეკითხვა. რაც შეეხება მე ბოდიშვილი და შეკითხვა კი ბატონო. უნდა თქვა, ძალიან ხშირად არის ნახსენები ნულოვანი ტოლერანტობა. ნულოვან ტოლერანტობას არაფერი საერთო არ აქვს იმ წამების ფაქტებთან, იმ არაადამიანურ მოპყრობასთან, რაც მოხდა ციხეში. ნულოვანი ტოლერანტობა მე ისე მესმის, როდესაც დღეს ყველა აღიარებს ამას, განსაკუთრებით ევროპული სახელმწიფოები, აი იმ კონტექსტში მინდა ვთქვა რასაც ეძღვნება და რაც ქვია ამ გადაცემას, რომ ჩვენ ბევრად უფრო უკეთესი კრიმინოგენური სიტუაცია გვაქვს, ბევრად უფრო ნაკლებია დანაშაული, ვიდრე დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში. ეს ამან გამოიწვია ის შედეგი, ის არის შედეგი, რომ ორგანიზებული კრიმინალი დღეს ვერ გრძნობს კომფორტულად თავს აქ. და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, მათ შორის დასავლეთ ევროპიდან ხდება მათი ჩართვა, მათი მონაწილეობა, გააქტიურება და ასე შემდეგ. ეს არის ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი და ამას ნუვეცდებით, ნურავინ ნუვეცდება გადაიტანოს იმაში, რომ ამან ეს როგორღაც ხელს უწყობდა და ეს იყო იმის წინაპირობა და იმის გაცხადება, რომ უნდა მომხდარიყო ძალადობა ციხეში. ეს არის ცალსახად. მომცემ საშუალებას კი აუცილებლად. ეხლა ალბათ აღარ არის დრო, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება ჟურნალისტებსაც დავსვათ ბევრი კითხვა და მივიღოთ პასუხები ამ გადაცემაში ვერ მოვასწარეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ, რომ ნუ მოერიდებით ისეთ თოქ-შოუებში მონაწილეობას, სადაც არ ვამბობ, რომ ძალიან ბევრი და 100 კაცი მონაწილეობდეს, მაგრამ იყოს რამდენიმე ადამიანი, რომელიც დასვავს კითხვას და მიიღებს. ამას ძალიან გადავეჩვიეთ ჩვენ ჟურნალისტები, იმიტომ რომ არის სულ რამდენიმე
3-4 ადამიანი, რომელსაც აქვს ამ კითხვის დასმის საშუალება. ეხლა არის ძალიან ბევრი კითხვა. შეიძლება მეც მივცეთ აბსოლუტურად გეთანხმებით ნინია, რომ საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი გარდა დანაშაულის ყველგან აღმოფხრისა არ აინტერესებთ. დაასწრნენ და ნამდვილად წყნარად შევძლებენ პასუხს. მაგრამ ბატონი სუბარისაგან, რომელიც ადრე იყო საზოგადოებრივი პირი, მაგრამ ეხლა არის პოლიტიკოსი, რომლის გვერდზე მისი თანამებრძოლები ხან თვითონ აყავს დანაშაულებული ლავროვთან ურთიერთობაში, ხან კანონიერ ქურდებთან არიან შემჩნეული და ამაზე პასუხისგებლობას არ იღებს. მე მასთან მიჭირს საუბარი, თორე თქვენთან არა. მე დღესაც ვადანაშაულებ კანონიერ ქურდებთან კავშირში თქვენს მაჟორიტარ კანდიდატს მესტიაში კანდიდ კვიციანს. მე დღესაც ვადანაშაულებ მწამებლებთან ურთიერთობებში და მეგობრობაში შეთქმულებაში შედიოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბატონი კანდიდ კვიციანი, ამას დაადებთ ხელს? იმ შეთქმულებაში, რომელშიც გოგა ხაინდრავაა გარეული? გოგა ხაინდრავას აბრალებთ ტყუილებს და კანდიდ კვიციანთან არ არის ჩვენი გულწრფელი კანდიდ კვიციანი ონიანთან არის კავშირში ყოველდღიურად. 2 დღის წინ ერთ-ერთ წამებელთან შევარდნაძის დროს რო აწამებდა ადამიანებს 6 წლით ადრე გამოუშვეს ციხიდან ვიდრე ეკუთვნოდა ნახევარი არ ქონდა ჯერ მოხდილი ბატონი ხვისტანი გოგა ონიანს სხვათა შორის დღევანდელ პოლიციელს სწორედ გაუპატიურებით ემუქრებოდა ეს ადამიანი სხვა წამებებთან ერთად გამოუშვეს 6 წლით ადრე და ბეჟვაშვილი თქვენი კანდიდატი მაჟორიტარობის მაგის სახში კეიფობდა მთელი დღე და იყენებს ამ ადამიანს იმაში საარჩევნო კამპანიაში და ნუ დამასახელებნებს კიდე ვის არეკინებენ ციხიდან სხვადასხვა რაიონებში რომელ კრიმინალებს რო ალასანიას და ლავროვის კავშირებზე ხო არ მეტყვით აი მაგაზე გესაუბრები რაზეც გესაუბრები და იქ კარგით ოდეს მე ალბათ დავამთავრებ და მესამე კიდე ერთადერთ შემთხვევასაც შეეხება ბატონო ლევან ერთადერთი შემთხვევა კი არა როდესაც ერთი საუბარი ერთი მოსმენა ამოუგდეს ბატონ კვირაიას უშიშროების მინისტრ შევარდნაძის დროს რომ გრიგალაშვილს უსმენდა ჟურნალისტს გაათავისუფლეს თანამდებობიდან პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა რომ უსმენდა პარლამენტარებს უსმენდა სახელმწიფო მინისტრს და ამ ლაპარაკებს ამ მოსმენებში თურმე არ იყო დანაშაულის ნიშნები უბრალოდ უსმენდი იმიტომ ნიუსვიქს თქვა და მე გამოაქვეყნა ეს იმიტომ რომ მათი მორალური სახე მეჩვენებინა საზოგადოებისთვისო და არავინ არ დასჯილა ეს არის კრიმინალი აღიარებული პრეზიდენტის მიერ ეს არის სრული საფუძველი იმპიჩმენტისთვის და გადაყენებისთვის არა მარტო პრეზიდენტის მთელი მთავრობის. ნინია დაასრულეთ თქვენ. ერთადერთი შემთხვევა თქვით. შემიძლია გაგახსენოთ ოქროაშვილზეც აღიარა რომ იყო მისი შესწომა. ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა თქო მე ვთქვი და არ მithქოს პრეზიდენტის მიმართებით მე ვთქვი ხელისუფლების ნინია თუ დაასრულეთ. ბატონი ოთარი საუბრობდა და მე მგონი დათომაც ახსენა ლეგიტიმური ძალადობა რომ არსებობს და არალეგიტიმური მე მიჩნდება ეჭვი და ეს ყველამ კარგად უნდა გავიგოთ. ვიდრე ამას საზოგადოება ძალიან კარგად არ გაიგებს თუ როგორი იყო პოლიტიკა აი ამ სისტემაში როგორ უნდა მოქცეოდნენ რა როგორი სისტემა უნდა შეექმნათ და რა მიიღეს ამაზე თუ ძალიან ამომწურავი პასუხები არ მივიღეთ ჩვენ პირადად მე ვერასოდეს ვერ დავწყნარდები იმიტომ რომ არ მეცოდინება როგორ და რას ვებრძოლო ამისათვის ეს არის აუცილებელი თორემ აქამდე მე ვიცი რომ ეს იყო პოლიტიკის ნაწილი სადაც არ ყოფილა განკარგულება გაცემული რომ არ აწამოთ ადამიანები აქ არ იყო საუბარი ალბათ ლეგიტიმურ ძალადობაზე გასაგებია ყველას მინდა მოგცეთ სიტყვა გასაგებია ყველას მინდა მოგცეთ სიტყვა ოღონდ ჩემი თხოვნა რომ მაქსიმალურად მოკლედ ქალბატონ თამარ თქვენგან დავიწყოთ ბატონო ვახტანგ და შემდეგ ასეთ ამინდეო კი ბატონო მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი რომელზეც დაიწყო აღნიშნული იქნა ეს არის გამოძიება და ვთქვათ რეაგირება ხელისუფლების ანუ ჩვენ რამდენად უნდა გჯეროდეს იმის რომ ეს რეაგირება და ვთქვათ ნება შეიცვალა ხელისუფლების და ეხლა არის სხვა დამოკიდებულება ხო პირველ რიგში გამოძიება არის ვთქვათ უნდა იქნას ყველაფერი გამოძიებული და ჩვენ განცხადებების დონეზე ჩვენ ვისმენთ იმას რომ სურვილი არსებობს გამოძიების მაგრამ ის ვერსია გამოძიების რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ეს ნიშნავს რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთან და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად ივლის პროკურორი სასჯელთა ხსლების სამინისტროს წარმომადგენელი და დეპუტატი და ჩვენ ამ შემადგენლობით უნდა ვესაუბროთ პატიმრებს და მოვისმინოთ მათგან რეალური ისტორიები და შევეცადოთ რომ დავადგინოთ რა მოხდა ეს ხომ არის აბსურდი ეს ხომ შეუძლებელია რომ ამ მექანიზმის პირობებში რაღაცა დადგინდეს როდესაც ჩვენგან წამოვიდა საზოგადოებრივი კომისიის შექმნის მოთხოვნა და საუბარი იმაზე იყო რომ ის ადამიანები შევიდოდნენ ვის მიმართაც რაღაცა ნდობა ჩამოყალიბდებოდა და რაღაც პატიმრებს ექნებოდა შესაძლებლობა რომ ესაუბრათ თქვენ შემოგთავაზეთ ეხლა და გთავაზობთ რაღაცა ვერსიას გამოძიების და საგამოძიებო კომისიაზე საუბრობთ და შიგნით უნდა იყოს პროკურორი დეპუტატი და სასჯელთა ხსლების სამინისტროს წარმომადგენელი ერთი წუთი თუ შეიძლება ეს არ არის ის სისტემა და ეს არ არის ის რომ ჩვენ დავინახეთ ნება გამოძიებისა გამოძიების ნებას დავინახავთ იმ შემთხვევაში თუ როგორც მინიმუმ თავარი პროკურორი
აიღებს თავის პასუხისმგებლობას და უბრალოდ დატოვებს თანამდებობას და შემდეგ ინფორმაციაზე ჩამოუყალიბდებით რა ფორმატით რეალურად. დიდი მადლობა ბატონო ვახტანგის. ამ თემაზე შეიძლება როგორც ვატყობ ძალიან დიდხანს ვისაუბროთ ჩვენ. უბრალოდ მე მინდა ცოტა გლობალურად შევხედო და რაღაც პოზიტივზეც გავამახვილო ყურადღება რაც ამ დღეებში მოხდა. ამ მოვლენების გამომჟღავნების შემდეგ. ჩვენს გადაცემას გვია ევროპული არჩევანი და აუცი ბევრის წარმოდგენაში ეს ევროპული არჩევანი ალბათ არის გაიგივებული კეთილდღეობასთან, კარგ ცხოვრებასთან და ასე შემდეგ. მე მგონი ჩვენ დავინახეთ, თელმა საზოგადოებამ დავინახეთ, რომ ეს ევროპული არჩევანი არის ბრძოლა სინამდვილეში, ბრძოლა თავისუფლებისათვის და ეს ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა შევიდეთ, თუ ჩვენ გვინდა ევროპული არჩევანი მართლა. თუ ჩვენ მზად ვართ ამ ევროპული არჩევანისთვის. ამ დღეებმა დაგონახა აი ეს პროტესტი, რომელიც არის ქუჩებში, ხო? ეს არნახული, მე ვიტყოდი, საზოგადოებრივი პროტესტი, რომელიც არის წმინდა საზოგადოებრივი და არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ არის დაკავშირებული. აი ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ და რაღაცა ცოტა დრო რო გავა, არ უნდა დაგვაუწყდეს. ის მოვლენა თუნდაც რომ სასულიერო პირები მონაწილეობენ ამ პროტესტებში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქამდე ესეთი პრეცედენტი ამ მასშტაბით არ ყოფილა და აუცილებლად მეჩვენება რომ ეკლესია უფრო აქტიურად იყოს ჩართული იმაში, რაც მთელ საზოგადოებას აწუხებს და ტკივად არ შეიძლება იყოს გამიჯნული ამ ყველაფრისგან. და საბოლოო ჯამში მე მგონი ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვეცადოთ რომ ეს მუხტი რომელიც ახლა არის შექმნილი არ დაიკარგოს, არ გაიბნეს და ეს საქმე, ეს კონკრეტული ეს პრობლემა თუნდაც ამ ერთ სისტემაში ხო მივიყვანოთ ბოლომდე ამ პრობლემის გამოძიება და ამ პრობლემის მოგვარება. და შემდეგ ალბათ ნაცვლად. ხო. საინტერესო და რთული საუბარი გამოგვივიდა და იცით რა მინდა ეხლა გთხოვოთ. ეხლა თქვენ ხშირად ამბობთ რომ გამოგჩა, გამოგვეპარა ეს რა დაგვემართა. აი დღეს თუ არ ვწდები, Human Rights Watch-ი აპირებს უკვე ახალი ანგარიშის გამოქვეყნებას ადმინისტრაციულ პატიმრობებზე. აი პირადად თქვენ ორს გთხოვთ. დღესვე მიაცით, კარგად წაიკითხეთ და მიეცით რეაგირება, იმიტომ რომ საუბარია ბოლო 1 თვის მანძილზე საოცრად გახშირებულ ადმინისტრაციულ პატიმრობებზე და როგორ არასწორად ხდება ამ კანონის გამოყენება. სხვათა შორის იმ კანონისა ბატონო ლევან, რომელსაც 2 წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან ბევრი წარმომადგენელი ებრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ მაშინ პარლამენტმა მაინც მიიღო. უბრალოდ გთხოვთ ამ შემთხვევაში როგორ ჯერ კიდევ ხელისუფლების წარმომადგენლებს. ესე იგი ცუდად ებრძოდა ქალბატონო მარია. არა, ცუდად მოგვისმინა პარლამენტმა ბატონო ლევან და თქვენ არ გინდათ რომ იარაღი აგვეყო. შეიძლება მე მინდა რომ ქალბატონო ქეთი შეიძლება მე მეც გთხოვოთ რა. ქალბატონო მარია ჩვენთან არის ბრძოლაში რაც გულისხმობს. 100-მდე 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენ კოალიციაში გაერთიანებული. ჩვენ მოგდანეთ ვაფინანსებდით. ჩვენ მოგდანეთ ვაფინანსებდით, არც ერთ ჩვენ კოალიციის წევრს არ მიუღია თქვენი ფონდიდან დაფინანსება. კი ბატონო, არ მომბრძანებულ ხარ. არა, მე პირადად ჩემი ორგანიზაცია არ მოსულა. ჩემი არა, ეს თქვენ წარმოდგენაა ეგეთი. თქვენი ორგანიზაციები არ მომბრძანებულები არ მოსულა. კარგით, მოდით ამ დაფინანსებაზე ახლა მივილაპარაკეთ. აი ეს ნორმალური NGO-ები ყოველთვის მოსწონდა და არანორმალური NGO-ებია. არა, ვერ გავიგეთ როდის შეიძლება რომ ვერ გაიგეთ, მაგაში ეხლა არ არის მაგის საშუალება რომ კარგით, ბოდიში ეხლა ამის დრო არ არის. მე უბრალოდ მინდოდა ასევე მეთქვა, ნამდვილად ვიღებთ მაგ თხოვნას, ალბათონო ქეთი. ვიღებთ და გვესმის, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმურია და მეტი ყურადღება უნდა რა. უბრალოდ არ არის აქ თავის მართლებისთვის ნათქვამი, მართლა ფიზიკურად ძალიან ბევრი სხვა საქმე იყო კიდევ სხვა გამოწვევები უსაფრთხოებისათვის. გარდა იმისა, რაც ციხეში გამოგჩა დეპუტატებს თუნდაც, ხო? და რაც შეეხება სხვა შორის ბატონმა ლაშამ თქვა, რომ რა გაგიხდათ დაკითხვაო. პრეცედენტს გეტყვით რა, ახლა პარლამენტში დაკითხული არის პრეზიდენტის ჩათვლით ბევრი თანამდებობის პირი. და ეს ყველაფერი დაკითხვის მასალები აბსოლუტურად საჯარო იყო. მე ვლაპარაკობ 2008 წლის აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით. ასე რომ არც ახლა არ იქნება პრობლემა, როგორც კი დადგება საკითხი, ჩამოყალიბდება კომისია და კომისია მოითხოვს, ვის დაკითხვასაც საჭიროა, ყველა იქნება დაკითხული. მე ესე მწამს და ყოველ შემთხვევაში ამ მოთხოვნას მხარს დაუჭერთ. მაგრამ ასევე გთხოვთ, რაშიც მე მგონია, რომ ძალიან მოისუსტებს საზოგადოებრივი სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება. მესმის კლასიკურად, ტრადიციულად თქვენი მთავარი ამოცანა არის სახელმწიფო მოხელეს უყუროთ და განახორციელოთ მასზე მონიტორინგი. მაგრამ ასევე განახორციელეთ გთხოვთ რამენაირად შეძელით პროექტები, რომელშიც იქნება აქცენტი იმაზეც, რომ როგორ აღკვეთოთ დანაშაული არასახელმწიფო აქტორებისგან ჩადენილი, დაწყებული უბნების დონეზე და ქუჩის დონეზე დამთავრებული ორგანიზებული დანაშაულით.
ეგება ამაშიც ჩაერთოთ და მაშინ უფრო ნდობა აღდგეს სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორს შორის. ძალიან დიდი ბოდიში. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ახალი პოლიტიკა არის ხოლმე ზუსტად აი ესე ძალადობასთან ბრძოლის, რომელიც ასევე დამყარებული არის ბრძოლაზე, ძალადობაზე, სკოლაში იქნება თუ სხვაგან, კრიტიკასაც კი განსხვავებულ აზრს არ ისმეთ არასოდეს. ძალიან დიდი ბოდიში. არ შეიძლება ამის მოთხოვნა. ხო, ისიც აღიაროთ, რომ თქვენ იყავით აბსოლუტურად მიუღებლები განსხვავებული აზრის მიმართ. თუ არ მიიღებთ, და ეხლა თქვა იმით რომ პროექტები გაწერეთ თქვენ შეიძლება არ არის რომლებიც არის შემოთავაზებული და არის კონკრეტული არა შენიშვნას მივიღებთ კი ბატონო მაგრამ თქვენს აღიარეთ ის რომ აბსოლუტური მიუღებლობა გქონდათ ყოველთვის განსხვავებული აზრის მიმართ და ეხლა იმის მოსმენა რომ გთხოვთ დაწეროთ პროექტები როგორ გავუმჯობესოთ სიტუაცია სკოლაში თუ სხვაგან ცოტა დემაგოგიასაც ვერ დავარქვევ ამას მაპატიეთ ვერ დააბრალებ რომ არ მოდის სასაუბროდ ერთი თხოვნა მექნება რომ უბრალოდ ძალიან ბევრია წარმოდგენილი ადამიანი რომელიც არ იზიარებს ჩემს პოზიციას და მათი რაოდენობიდან გამომდინარე თხოვნა მექნება რომ არ გამოწყვეტინოთ ძალიან დიდ პატივს ვცემ ვიცნობ რამდენიმე ადამიანს ამ სტუდიაში ნათს არ ვიცნობ ვიღაც ვიცნობ პატივს ვცემ მათ მოსაზრებას აქ არის თავარი მაყურებელს აინტერესებს სამი საკითხი. პირველი, ეს არის რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე, რა მოვლენა იყო ეს. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ როგორც ბატონი სოზარ სუბარის ანგარიში იყო მითითებული 2009 წლისთვის ეს არ წარმოადგენდა სისტემურ პრობლემას. ტყუილია და კიდევ ერთხელ ტყუილია. უცრავად თქვენი ანგარიშისთან. ჩემს ანგარიში მსგავსი რამე არ წერია. თქვენ ანგარიში წერია რომ ჯანდაცვის რეფორმა რომ ჯანდაცვაში ადამიანები კვდებოდნენ უყურადღებობის გამო და მოულელობის გამო. ეს წერია. და როცა ლაპარაკია სოზარ სუბარის ანგარიშზე, აი Human Rights Watch-ი ახსენა 2006 წელს გამოაქვეყნა 107 გვერდიანი მოხსენება Human Rights Watch-მა ციხეებში პრობლემებზე. ეს იყო სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკი. ბატონმა შალვარ ამიშვილმა განაცხადა, რომ მის დროს ამგვარი რაღაცები ციხეში არ ხდებოდა. ნუ ეს შეგვიძლია მეორე, მაგრამ გთხოვთ რომ უცებ მაგრამ ბატონმა შალვამ ნამდვილად არ ხდებოდა ვადასტურებს, მაგრამ მე ხომ ტყუილი ჩემზე არ თქვა და რაც მინდა თქვი. მიკერძოებულად რაც არ წერია ის არ თქვა. უკაცრავად მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის რომ კრიტიკა და ოპონირება უნდა იყოს კომპეტენტური. მათ შორის ამ სტუდიაშიც. და კომპეტენტურობა მარტო საკითხის ცოდნას კი არ გულისხმობს, არამედ იმის უნარსაც, რომ განსხვავებული აზრი მოისმინო და ასევე არგუმენტებით იპაიკო დაბრალებას პიროვნებაზე, ცილის წამებას. უკაცრავად მაცადეთ, თუ შეიძლება მაცადეთ საუბარი, დავასრულებ და შემდგომ გამოთქვით თქვენი აზრი. ამავე დროს შემდგომ წლებში ფაქტია, რომ გლდანის საპრობილეში მოხდა საზარელი ფაქტი. ყველა ის ადამიანი, ვინც დაფიქსირებულია ამ მომენტისთვის გამოძიების მიერ არის პასუხისგებაში მიცემული, მას ემატება კიდევ ადამიანები გამოძიების პროცესში. შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა ის პირი, ვის ქმედებაშიც იქნება დანაშაულის ნიშნები. ეს რაც შეეხება ფაქტს. მეორე, ეს გახლავთ რეაგირება და ის რომ ამგვარი ფაქტები აღარ განმეორდეს. გიორგი ტუღუშის დანიშვნა, ჩემი აზრით, ასევე გიორგი მშვენიერაძის და იმ გუნდის, რომელმაც ძალიან კარგად იცის არსებული პრობლემატიკა, გიორგი ტუღუში არის სიპიტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, მისი წევრი და ნამდვილად გიორგიზე კომპეტენტური კადრი მე არ მეგულება. ჩემი როგორც საჯარო მოხელის ვალდებულება, მე რომელიც როგორც კი გავიგე გიორგის დანიშვნა, პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო მივწერე გიორგის, რომ რაშიც დაგჭირდება დახმარება. ჩვენ გვაქვს ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც საკმაოდ კარგ საერთაშორისო კვლევებს აკეთებს. საუკეთესო პრაქტიკასთან მიმართებაში, რაშიც დაგჭირდება გვერდში დადგომა, რომ ერთად მოვრჩეთ და ერთად დავასრულოთ ეს თემა, რომ აღარასდროს აღარ განმეორდეს მსგავსი ფაქტი და შემდგომ შევქმნათ ეფექტური მექანიზმები, რომ მოხდეს პრევენცია. არა მხოლოდ ახლა დასრულდეს და ნამდვილად ალბათ ყველანი თანხმდებით, რომ ამ მომენტისთვის ციხეებში ძალადობა დასრულებულია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ჩვენ ამაყურებელობა, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს და გვისმენს. და შემდგომი საკითხი, რა იქნება მომავალში? მომავალში გაგრძელდება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ გაგრძელდება ისე, რომ დამნაშავეებს, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა გქონდეთ მათ ჩადენილი,
ემუქრებათ მხოლოდ და მხოლოდ იზოლაცია თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში და იქ ჰუმანური და არაადამიანური პირობების შექმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან უნდა დაურთო ის, რომ ქურდული სამყაროს არ დაიწყოს ისე ირონია, ადამიანური უნდა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაც ასევე უნდა გაგრძელდეს. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებში, იმედი მაქვს აქ დამსწრეპირების ინტერესებშიც, რომ აღარასდროს აღარ მოხდეს მათი რეაბილიტაცია და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოხდეს კანონის ფარგლებში და გამოსაყენებელი ძალა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ დანაშაული აღიკვეთოს. ასევე ბოლოსაკითი ნინო ზურიაშვილს მინდა გამოვეხმაურო გახსნილობასთან დაკავშირებით. მინდა დაგეთანხმო, რომ სისტემები, მათ შორის გნებავთ თავდაცვის სისტემა, ამას შესწავლა ჭირდება, სენსიტიური თემაა, არსებობს რაღაც საკითხები ალბათ, რომელიც ვერ გაიხსნება, მაგრამ ის საკითხები, რაც ადამიანის უფლებებს უკავშირდება, რაც აი რაღაც კითხვის ნიშნებს აჩენს ლეგიტიმურს და არსებობს საფრთხეები, რომ ვიღაცამ ცუდად გამოიყენოს ძალაუფლება, აუცილებლად საჭიროა იქ საზოგადოებრივი მონიტორინგი, მეტი გახსნილობა, მეტი გამჭვირვალობა. რა გითხრათ, აი ჩემი პოზიცია აი ესეთია, გასაგებია, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, უკაცრავად და ბოლოს თქვენს და ყველას. კი ბატონო, დიდი ამოიწურა ჩვენი დრო. ძალიან მოკლედ ორი სიტყვა. კი, ძალიან მოკლედ მინდა ასე ვთქვა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. როგორც აქ თავიდანვე აღვნიშნე, მიუკერძოებელი პირის მიერ შეფასდა აღნიშნული მოქმედება, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ადეკვატური რეაგირება. იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, ჩემი აზრით, ცხადყოფს იმას, რომ დამოკიდებულება მოქალაქის მიმართ, დამოკიდებულება ადამიანის მიმართ უნდა იყოს ცივილიზებული. ეს არის ჩვენი პოზიცია, ეს არის ჩვენი გზა და ეს არ გულისხმობს 2 საათია ზუსტად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ამას გაჩვენებთ საქმით წინადადება. მაგრამ ამას უნდა ბატონოთარ მადლობ. თვითონ წინადადება. Human Rights Watch-ის 2006 წლის მოხსენება ციხეებთან დაკავშირებით და მეორე დღესვე ბაჩო ახალაია აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე. ასევე წაიკითხონ საფრანგეთის ჟანდარმერიის მასალები და ვინ უნდა აღმოჩნდეს კიდევ დამატებით საბრალდებო სკამზე, ესეც თქვან. და მაშინ გავიგებ, რომ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური სპექტრი. ვინ? დაიჭირეთ. ასევე რატო გაუძლევენ მოკლედ? კარგი, ბოდიში. პოლიტიკური, არა სისხლის სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თქვენ ხართ ეთერში, თქვენი ხმა ისმის ზუსტად, თქვით. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი 24000 პათეტიკურად გამომივა მეც. თქვენი არ იყოს 24000 პატიმარი გიყურებთ თვალებში და გელოდებათ რასიზმს. იმიტომ რომ ვინც არ უნდა ადეკვატურად შეაფასოს ის რაც განხორციელდა ამ მოვლენების ამ დღეებში, ხო? კიდევ არის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც უნდა დაისაჯოს. იგივე იმ ვიდეოებზე ჩვენ მივწერეთ, მე მგონი სასჯელსრობას ზუსტად აღარ მახსოვს, გვარები და სახელები იმ თანამშრომლების, რომლებიც ამოვიცანით და რამდენიმე არც არის დასჯილი. ეხლაც არა აქვს დასჯილი რა. არ აქვს ბრალი წაყენებული. შეამოწმეთ თუ შეიძლება, არ მინდა შეგნებულად სახალხო დამცველის წარმომადგენელი ვარ და პირდაპირ ეთერში ხა მოუწოდო ხალხის დაკავებისკენ, მაგრამ არის ესეთი თანამშრომლები და მათზე ადრეც არაერთი უთითებდა და შემდეგ დანარჩენი ციხეები არ დავივიწყოთ. დანარჩენ ციხეებში ბევრში ხდებოდა იგივე. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. 2 საათია ზუსტად ამ საკითხზე საუბრობთ. უსასრულოდ შეიძლება ლაპარაკი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ეს დისკუსია სხვა ყველა ეთერში, მათ შორის ამ არხზე და პირადად მე გაუძღვები შაბათს კიდევ ერთ გადაცემას, რომელიც ასევე ამ თემას დაეთმობა. დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენ სტუმრებს და მაყურებლებს. მადლობთ დროებით. მადლობა.